გამარჯობა, თქვენ უყურებთ ტაბულას, ეს თეორემაა, მე თამარ ჩერგოლეიშვილი ვარ. დღეისთვის მსოფლიოს სიმდიდრე დაახლოებით 240 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ამ სიმდიდრის 2/3 დასავლეთს ეკუთვნის ევროპელებს, ჩრდილოამერიკელებს და ავსტრალიელებს. ეს მაშინ, როდესაც დასავლეთის მოსახლეობა მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 19%-ია. გადაცემის პირველ ნაწილში დასავლეთის 500-წლიანი ლიდერობის მიზეზებზე ვისაუბრებთ. არისტოტელეს აზრით, უკანონო და კანონიერ აბორტს შორის წყალგამყოფად უნდა იქცეს ჩანასახის მიერ მგრძნობელობის უნარის შეძენისა და მისი ცოცხლად ყოფნის ფაქტი. ის რომ სიცოცხლის ყალყობა დაუშვებელია, ყველასთვის ცხადია, მაგრამ აბორტის აკრძალვის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ვერ თანხმდებიან იმაზე, თუ როდიდან იწყება ჩანასახის სიცოცხლე. ამასობაში კვლევები მოწმობს, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში ერთი ქალი საშუალოდ 3 აბორტს იკეთებს, ეს მაშინ, როდესაც გარყვნილ ამერიკაში 5 ქალზე 1 აბორტი მოდის. ღვთისმშობელო განდევნე პუტინი, ეს პანკლოცვაა, რომელიც 1 წლის წინ მაცხოვრის ტაძარში მომლოცველებმა აღავლინეს და პუტინის ციხეში ამოყვეს თავი. რა არის პანკი? აქტივიზმი, მუსიკალური ჟანრი თუ ორივე ერთად? ამ თემებზე ვისაუბრებთ თეორემაში. იყავით ჩვენთან, ცოტა ხანში სტუმრებს წარმოგიდგენთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, გმადლობთ რომ გვიყურებთ. ახლა წარმოგიდგენთ თეორემას სტუმრებს, ბატონი გია ხადური, გადაცემა უცნობი მუსიკას წამყვანი, საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ავტორიც, ასევე ბატონი ლაშა ბუღაძე, მწერალი, ბატონი დავით ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი და თათა ცოფურაშვილი, ფილოსოფოსი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დასავლეთზე საუბრით დავიწყოთ. პირველ ნაწილში ისტორიას რო გადავხედოთ მე-15 საუკუნეში დასავლეთს მსოფლიო ტერიტორიის დაახლოებით 10% ეჭირა, ხოლო მოსახლეობა 16% შეადგენდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე 1913-14 წლისთვის რა, მე-20 საუკუნის დასაწყისში 11 იმპერია, რომელიც ევროპაში 11 დასავლური იმპერია აკონტროლებდა მსოფლიოს ტერიტორიის და მოსახლეობის ნახევარზემეთს და მსოფლიოს სიმდიდრის 80% იყო მათ ხელში მოქცეული. ამ რამ განაპირობა თქვენი აზრით ის რომ თქვათ ბატონ დათო თქვენ მოგმართავთ ის რომ დასავლეთის ლიდერობა რამ შეუწყო ხელი, რამ განაპირობა თუ შეგიძლიათ რომ თქვენი აზრი გითხრათ? ერთული ახლა זה ორი სიტყვით თქვა, თუმცა ახლა ერთი შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ აქ აი თანამედროვე რაც ლიბერალური დემოკრატია ნაკლებად აკავშირში, იმიტომ რომ მანამდეც ასე იყო, მე-19 საუკუნეშიც ასე იყო, უკვე მე-18 საუკუნეშიც ასე იყო და გაცილებით ადრე დაიწყო. თუმცა ლიბერალური დემოკრატია და ის წყობა საკონსტიტუციო რაც არის დღეს დასავლეთში, ესეც გარკვეულწილად თავის როლს თამაშობს. კერძოდ რა მინდა იზით, ამაზე აი ზუსტად ამ თემაზე არის ძალიან კარგი ნაშრომი, რაც მეწაკითხული მაქვს, არის ეს ძალიან საინტერესო მოაზროვნე აბულ კალამ აზადი. ეს არის ინდოელი, მუსლიმანი იყო, თვითონ და იყო პრეზიდენტი ინდოეთის და მას აქვს ძალიან საინტერესო დახასიათებული რაღაც კულტურები. კულტურების დახასიათება, როცა ის ლაპარაკობს დასავლურ კულტურაზე და ადარებს, თქვათ, ინდურს და მდებარეს და თქვათ, აი უფრო აღმოსავლურს, აი ჩინურ, იაპონურს და ამას. ის ამბობს, რომ დასავლური კულტურა ეს არის კულტურა, სადაც აი მთავარი კითხვა არის, რა გააკეთოს ადამიანი, რას აკეთებს ადამიანი, ამაზეა მთავარი აქცენტი ადამიანის საქმიანობაზე. მის ქმედებებზე, აი ქმედითია დასავლური კულტურა. მაშინ როდესაც ვთქვათ, აი ინდური და ისლამური კულტურა უფრო არის რაღაც ადამიანის შინაგან სამყაროზე ორიენტირებული და მის რაღაც შინაგანი ბუნების უფრო მჭვრეტელია ამ ხრივო და ვთქვათ, ჩინური, იაპონური კულტურა უფრო არის აი ადამიანის შორის ურთიერთობაზე და ეს ურთიერთობის მომენტი აქვს უფრო რაღაც ძალიან გასაკუთრებით იაპონური ჩვენ სადღაც ამ კონტექსტში. ჩვენც უფრო ალბათ ჩვენ ამდენს ვარ დასავლეთი უფრო
იმიტომ რომ მართლაც ქმედითობა ადამიანი რასაკეთებს მის საქმენმა შენმან გამოგაჩინოს თუნდაც. ქრისტიანობას ეს მომენტი არის გარკვეულწილად, რომ აი ადამიანი თავის საქმეებით ჩანს. და დასავლეთი არის აქტიური, ამიტომ უფრო აქტიურია, უფრო ამიტომ საქმიანია და აი მისმა აი ამ კულტურის ამთვისებამ ალბათ ვფიქრობ, განაპირობა სწორედ რომ ის არის მუდმივად სულ ლიდერი დაწყებული, აი რაც კი არსებობს, თუმცა შეიძლება დასაუბრდეს. ანტიკური ხანიდანაც ხოდა ალექსანდრე მაკედონელის ახლა აზიური ლაშქრობები პრინციპში და ის მაგრამ იგივე ალექსანდრე მაკედონელის რომის იმპერია, რომელიც არის ყველაზე ალბათ დასაბამი. ხوارეზობლიო კონდა. კი, მაგრამ რომის იმპერია, თქვა დავინახეთ რომ დაიშალა დაეცა. თქვენ ფიქრობთ რომ შეიძლება ესეთი რამე მოხდეს ახლაც? აი თქვა შიშით უყურებენ ჩინეთს, რომლის ეკონომიკაც, რომელიც ძალიან მზარდი ეკონომიკა არის. თუ ელით რომ შეიძლება ევროპას და ჩრდილო ამერიკასაც იგივე მოვიდეთ. არა მგონია. ეს მე ხარ როგორ შემიძლია ეს გამშვიდობა ვინმე, მაგრამ საერთოდ არ მგონია რომ ისტორიაში განჭურეტა ვინმეს რამის შეეძლოს. ხო, არ არის ზუსტი. უბრალოდ მე ერთ რამეს დავამატებდი ბატონი ზურაბის ნათქვამს, რომ ის რომ ლიბერალური საზოგადოება შეიქმნა დასავლეთში, ამან დიდად განაპირობა, მაგრამ ეს რომ ლიბერალური საზოგადოება რატო შეიქმნა ეს კიდე მეორე საკითხია. მე მაინც რაღაც სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობას გავითვალისწინებდი აქ, რომ ჩემის აზრით დიდი გავლენა რელიგიას ისეთი გავლენა ჰქონდა თუნდაც 15 და 16 და 10 საუკუნეში, როგორც ახლა არ აქვს, ხო რა თქმა უნდა. და აი ეს ჩემის აზრით ქრისტიანული სარწმუნოება უფრო მეტი ლიბერალიზაციის საშუალებას აძლევდა საზოგადოებას. შესაბამისად, როდესაც ადამიანი იყო აქტიური და აქტიობა ძალიან ზუსტი სხვაობა არის, მაგალითად არაბულ სამყაროს და აფრიკულ სამყაროს და ევროპულ სამყაროს შორის. როდესაც აქტივობაში შენ არ გზუდავს ეს რელიგიური ტაბუები და ქრისტიანობაში ყველაზე ნაკლებად იყო ეს ყოველ შემთხვევაში იმის ფონზე, რაც იყო მუსულმანურ საზოგადოებაში, ხო? აი ეს ამან დიდად შეუწყო ხელი აი ამ საზოგადოების განვითარებას. ბროდ შედარებით როგორც არაბულ და აფრიკულ ქვეყნებში და ინდოეთი კიდე ცოტა სხვანაირი მომენტია. ინდოეთში საერთოდ ის კრიტერიუმი თუ რას ნიშნავს განვითარებული და ცივილიზებული სულ სხვა სიფტყეში არის და ამიტომ აქ შედარება ცოტა ძნელი იქნება. ინდოელისთვის მატერიალური კეთილდღეობა ბედნიერება საერთოდ არ ნიშნავს. რაც დასავლეთში 90% ამაზეა მთელი სიმძიმე გადმოსული. ბუდიზმი მაგალითად რაში ზღუდავს? არა, სხვა რამე თქვი. სულიერი კომპონენტი ეს განვითარება, აი რა კონტექსტში თქვენ თქვით განვითარება არ ნიშნავს მატერიალურად უფრო მდიდარია. მოდი ასე ვთქვათ პირდაპირ, ხო? აი ბუდიზმში და ინდურ საზოგადოებაში მატერიალური სიმდიდრე არ არის ის მიზანი, საერთოდ მიიღწვის ის. ნუ არის იმაზე საუბარი მაჰათმაის ინსტიტუციონალიზაცია ქმედება არ არის იმ კულტურებში ისეთ პერიოდებზე როგორც თათათო შეიძლება და ესეთ მე მგონი აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, მით უმეტეს სწორედ ისტორიულ ჭრილშიც გასათვალისწინებელი. ერთი უპირველეს ყოვლისა არის ეს რომის იმპერია, რომელმაც პრინციპში მოგვცა გარკვეულწილად აი მონიშნა თუ შეიძლება ესე ითქვას ცივილიზაციის ცენტრი, სად უნდა ყოფილიყო, არა? და შესაბამისად იმპერიას ჰქონდა თავისი პერიფერიები და რაც უფრო მეტად შორდებოდა პერიფერია, ესე ვთქვათ, მით უფრო მეტად შორდებოდა ამ ცივილიზაციის ცენტრსაც. შემდგომში რომის იმპერიის დაშლის შემდეგ, არა, რას ხედავთ? ჩვენ ხედავთ უკვე წმინდა რომის იმპერიას, რომელიც არის უკვე ქრისტიანულ კულტურაზე დაფუძნებული და ფაქტობრივად ქრისტიანობაში რაღაცნაირად მცდელობა იმისა, რომ მოხდეს ათვისება აი ამ რომაული კულტურისა. ნუ რამდენად წარმატებით, რამდენად წარუმატებლად ეს რა თქმა უნდა ისტორიის მანძილზე სხვადასხვა ეტაპებით იყო, ნახა პატრისტიკის ეპოქაში თუ უფრო ნაკლებად იყო ასეთი ათვისების მცდელობა და უფრო მეტად იყო ფაქტობრივად ამ წარმართული და ქრისტიანული კულტურის დაპირისპირება, ესა მათ შორის თუნდაც რომში და მიმდებარე ტერიტორიებზე. შემდგომში დავუშვათ მაღალი სქოლასტიკის პერიოდში პირიქით მცდელობა არის, რომ რაც შეიძლება უფრო მეტი სარგებელი მიიღოს ამ კულტურული მემკვიდრეობისგან ქრისტიანულმა ცივილიზაციამ. მაგრამ წყალგამყოფი ალბათ და ფაქტობრივად აი ამ თანამედროვე დასავლური ღირებულებების რაღაცა საფუძველი, საიდანაც შეიძლება ჩვენ ვეძებოთ, ეს არის არა მხოლოდ ქრისტიანული კულტურა, როგორც ესეთი, არამედ უპირველეს ყოვლისა ის მოვლენა, რომელსაც ადგილი აქვს რეფორმაციის სახით. რეფორმაცია, რომელიც, ასე ვთქვათ, იწყება ერთის მხრივ აი მარტინ ლუთერის მიერ გამოკრული 95 თეზით ვიტენბერგის ეკლესიის კარზე, მაგრამ მეორეს მხრივ გრძელდება 30 წლიანი ომით და თავისთავად ეს 30 წლიანი ომი რა არის? ეს არის ფაქტობრივად ბრძოლა ადამიანებს შორის, რომლებიც განსხვავებული აღმსარებლობის და განსხვავებული მსოფლმხედველობის არიან. და ეს 30 წლიანი ომი სრულდება იმ ზავით, რომელიც გვეუბნება
გვეუბნება ჩვენ, რომ ყველა აზრი ლეგიტიმურია და ერთი ჭეშმარიტების შესახებ შეიძლება არსებობდეს ორი განსხვავებული აზრი და ორივე ლეგიტიმურია. ეს არის ფაქტობრივად ის თქმაც მე მინდა რომ ყველა აზრი ლეგიტიმურია, კონკურენციამდე მივდივართ გარკვეულ მაგრამ ჩანართის სახით მაინც ალბათ ათვლის როდესაც რომის იმპერიაზე ვსაუბრობთ, შევდა დავიწყოთ ელინისტური ხანიდან, იმიტომ რომ პრინციპში ის იდეალი, რომელიც კაცობრიობამ დაკარგა, თქვა პიტერ ეკროვიცს აქვს ძალიან ცნობილი რომანი, თქვა მოთხრობა სოკრატესზე, სადაც თითქოს და სოკრატეს ამბავი არის მომავალში, რომელიც დაკარგულია. ანუ ეს იდეალი დემოკრატიის ღირებულებითი მოვლენა, ხო რა, ასე შემდეგ დაემყნო, თქვა ევროპული აზროვნება, პრინციპში ელინისტური სამყარო აი, თათამ რაც ახსენა ზუსტად ამაზე მინდოდა რომ ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება და მე რეალურად ამაზე დგას ამ დაშვებაზე დგას ზუსტად შემდეგ უკვე ეს marketplace of ideas იდეების ბაზარი და კონკურენციის საინტერესო თქვათ აზრი არსებობს ამის შესახებ, ვთქვათ, რომ თვითონ აი ეს დასავლური წინსვლა, დასავლეთის წინსვლა გამოიწვია 6-მა, თვითონ ავტორი ამ აზრის ეს არის ნიალ ფერგისონი, ჰარვარდის პროფესორი, ძალიან ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსი, პრინციპში რაღაც ვარსკვლავი პოპსტარივით არის, რომელიც აი 6 აპლიკაციას ეძახის ამას, რომლის ჩამოტვირთვით შესაძლებელია სხვა ერებმაც და სხვა ვთქვათ ცივილიზაციებმაც კი შეძლონ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ეს შესაძლებელია რეალურად, ეს არის პირველ რიგში პოლიტიკური და ეკონომიკური კონკურენცია. და ამას ასაბუთებს შემდეგნაირად, რომ ავიღოთ თქვათ, აი მე-15 საუკუნის ბრიტანეთი და მე-15 საუკუნის ჩინეთი. ჩინეთი მაშინ მინების დინასტიის პერიოდი არის. ჩინეთი იყო უძლიერესი სახელმწიფო, უდიდესი ფლოტი შექმნა მე-15 საუკუნის დასაწყისში, დაიწყო მოგზაურობები, თქვათ, იგივე თქვათ, რომ გამოგონებების და თვალსაზრისით ახლა ჩინეთს საათი იქ მოიგონეს, ასანთი იქ მოიგონეს, კარტის თამაშიც კი იქ მოიგონეს, ძალიან ბევრი რამე, ხო? და განსხვავებით თქვათ, მაგრამ იყო ეს მონოლითური სახელმწიფო. ამ დროს ევროპაში, თქვათ, ინგლისი კიდე ყველაზე კარგად ცხოვრობდა, შეიძლება ითქვას, მაგრამ ნუ გაწყვეტილი შავი ჭირისგან მოსახლეობა, ყოველი მეხუთე ბავშვი კვდება, საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 37 წელი, ჰენრი მეოთხის პერიოდია და აი ამ დროს რა ხდება? ავტორი ჩინეთი, რომელიც აი ამ რაღაც აღმოჩენებს აკეთებს და კეთილი მედის კონცხამდეც კი მიდის და ასე შემდეგ, ძირითადად ამას აკეთებს, იმიტომ რომ რაღაცა თავისი უპირატესობა დაუმტკიცოს იქ, სადაც ჩადის, იქ აფრიკაში ჩადის თუ სხვაგან და იქიდან რაღაცა ჟირაფი ჩამოიყვანა ერთ-ერთმა აი ამ მოგზაურმა და უკან მოაქვს ფულის საშოვნელად იქ არ ჩადის. განსხვავებით ევროპისგან, რომელიც შედგება დაქუცმაცებული ქალაქ სახელმწიფოებისგან, ამას გარდა თვითონ ქალაქებს ძალიან დიდი ავტონომია აქვთ და იბრძვიან, კონკურენციაში არიან ერთმანეთთან. და სწორედ ამით ხსნის იმას, რომ თქვა, აი ვასკო და გამა პორტუგალიიდან მანუელმა რო გაუშვა, ის იქ წავიდა რეალურად ფულის საშოვნელად. ბიზნესის საკეთებლად წავიდა, მასე რო ვთქვათ, რა ქვია, ამას მიყვა მერე უკვე, ესპანეთიც ცხადია, მერე ჰოლანდია, მერე და ბრიტანეთშიც ახლა როცა სადაც ესპანეთი, ახლა იქაც ბრიტანეთი და საბოლოო ჯამში ამან განაპირობა გარკვეულწილად. ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორს რად მიიჩნევს ასევე მეცნიერებას, მედიცინას და კიდევ ერთი, რაც არის მნიშვნელოვანი და ჩემთვის ძალიან ესეთი ყურაცაღები, იმიტომ რომ ვთქვათ, აი ჩვენთან ამ კუთხით ცოტა წრალად გვაქვს საქმე, საკუთრების უფლება. ვთქვათ, აი, კარგად ხსნის ძალიან როგორ განვითარდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა. რატო არიან ისინი ამ დღეში, რატომაც არიან, ვთქვათ, ლათინურ ამერიკაში მოძრაობდნენ კონკისტადორები, რომელმაც იქ ოქრო ვერცხლი იყო, ანუ მოიპოვებდნენ და ამას გარდა რაღაცა საოცარი არქიტექტურა, ესენი ყველაფერი ჩაიტანეს, ააშენეს იქ ყველაფერი და ჩრდილოეთ ამერიკაში არაფერი არ მომხდარა, გარდა იმისა, რომ ის ხალხი ვინც იქ ჩავიდა, იმათ მიცეს მიწა და საკუთრების უფლება დაუკანონეს. ანუ თუ ლათინურ ამერიკაში ყველაფერი ეკუთვნოდა მეფეს, ესპანეთის მეფეს, ამ შემთხვევაში ყველაფერი ეკუთვნოდა იმ ადამიანს, ვინც მიწა ეკუთვნოდა იმ ადამიანს, ვინც და გარკვეულწილად ამან განაპირობა ის, რომ ამაზე დგას საკუთრების რაღაცას მაგაზრს რაც იყო ვითარეთ ჩემ. ეხლა ერთის წვით ცოტა ისეთი ელემენტის ზო შემოვიტანო. კაბათის. ერთის წვით ადამიანს ახსენა, პრინციპში ვესპალიის ზავის მერე რაც დადგინდა საერთოდ რომ ყველას აქვს რაღაც თავისი ასეთი რაღაც შეთანხმებამდე რომ მივიდნენ რომ ყველას აღსარებლობა რამდენიმე შეიძლება ერთდროულად არსებობდეს და მისუფლება აქვს. ნუ პრინციპში ინდურ კულტურაში ეს არის იმთავით ჩადებული ინდოეთში. ეს ჩვეულებრივი ამბავია, ეს რელიგიური ტოლერანტობა აბსოლუტურად და პირიქით, როდესაც ქრისტიანი ისინი ჩავიდნენ მისიონერები, თქო, კათოლიკეები ძირითადად და
ინდოელების კონდათ მათ ძალიან ადვილად მიიღეს, რომ იმათვის იყო, რომ აგერ რატო 20 რელიგია გვაქვს 21 იქნება, რა მოხდება, ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ მე როდესაც აქ მათ უთხრეს ინდოელებს იგივე რომ თქვა ეს არის მხოლოდ ჭეშმარიტება და თქვენ რაც წამდეს არ არის, ხა ამან გამოიწვია ძალიან სერიოზული ესეთი კონფლიქტი ცივილიზაციასთან. თავისთავად ეს მომენტი ტოლერანტობის, რელიგიური ტოლერანტობის მომენტი თავისთავად და კონკურენციის განვითარების თვალსაზრისით, აი განვითარების იმპულსი ევროპაში, ევროპულ ქვეყნებში, როიდოს სწორედ აი ეს კონკურენციის მომენტი, ინდივიდუალისტური მომენტი, რაც აი საკუთრების ამბავი არის წმინდა ინდივიდუალისტური. მაგალითად, დავამთავრეთ ჩემი აზრი და მე დავასრულებ. შეიძლება, იმიტომ რომ ერთის მხრივ, ესე ვთქვათ, რეფორმაციამ ჩვენ მოგცა ის, რომ გითხრა, რომ ფაქტობრივად ქრისტიანობაში შეიძლება არსებობდეს ორი რელიგია, ну ამ შემთხვევაში რეფორმირებულ ეკლესიას გულისხმობ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ კათოლიკურ ეკლესიას და ორივე იყოს, ასე ვთქვათ, თანაბარ უფლებიანი, ეს ერთი და მეორე, რაც მოიტანა რეფორმაციამ, ეს იყო ის, რომ ეკლესია მონასტრების დახურვის შემდეგ, ну მოგეხსენებათ, ასე ვთქვათ, ეს ომს ახლდა თან ეს ტენდენციაც და იმ რეგიონებში, სადაც რეფორმაციამ გაიმარჯვა შესაბამისად ეკლესია მონასტრების დახურვა მიმდინარეობდა აქტიურად, ეს ადამიანები დაგროვდა, ასე ვთქვათ, ну მონასტრებიდან გამოსული ადამიანები დაგროვდნენ როგორც მუშა ხელი ბაზარზე. და ამან განაპირობა სწორედ შემდგომში ეკონომიკური წინსვლაც, ამან განაპირობა შემდგომში ფაქტობრივად საკუთრების უფლების როგორც ერთ-ერთი მთავარი საზოგადოებრივი სიკველის თუ შეიძლება ესე ითქვას, ასე ვთქვათ, წარმოჩენა და ამან განაპირობა საერთო ჯამში უკვე სწორედ მანუფაქტურების განვითარება, რომელიც ძალიან აქტიურად ხდებოდა. აი მაგალითად თუ კი ჩვენ გადავხედავთ რეფორმაციის შემდგომი პერიოდის ჟენევას, აი შვეიცარიაში ეს იყო ფაქტობრივად იმ პერიოდისთვის ჯერ მხოლოდ ქალაქ-სახელმწიფო და რა ხდება? ხდება ის, რომ საფრანგეთიდან დევნილი ჰუგენოტები აქტიურად მოდიან ჟენევაში, სახლდებიან აქ და ხდებიან მესაათები, ხტოლვილები, რელიგიური ნიშნით ხტოლვილი ადამიანები და რატომ მესაათები? იმიტომ რომ ეს არის ის ბიზნესი, თუ შეიძლება ესე ითქვას, რომელსაც ყველაზე უფრო მცირე ფართობი და მცირე რესურსები სჭირდება და შენ აკეთებ პროდუქციას, რომელიც იყიდება ძალიან ძვირად. ანუ და ფაქტობრივად აი ეს არქიტექტურულადაც რომ შევხედოთ, ხომ, დღევანდელ ჟენევას ძველ ქალაქში, სადაც კი არის მანსარდები, ეს არის ზუსტად იმ პერიოდში დაშენებული და ფაქტობრივად ქალაქის სიმაღლეში გაიზარდა ერთი სართულით. ეს იყო სწორედ ეს ტოლვილების აქტიური დასახლების შედეგი. მნიშვნელოვანი რაც პროტესტანტულმა კულტურამ შექმნა არის სამუშაო ეთიკა, მუშაობის ეთიკა და ამასაც არის საუბარი, ვთქვათ, ეხა დღეს რა, ხო, ვებერი ამბობს, რომ პრინციპში ეს არის პროტესტანტული, წმინდა პროტესტანტული ელემენტი, რომელიც ვთქვათ, აი მხოლოდ ამათ ახასიათებს, მაგრამ ესე არ არის, ხა დღეს რო შევხედოთ, ევროპა კარგავს ამას, იმიტომ რომ პრინციპში ხა ეს რელიგიური ესეც იკლებს, რა ქვია, სენტიმენტიც და იგივე სინგაპური რო აიღო, ან ჩინეთი, ხალხი, ანუ აი პროტესტანტული მარკეტინგა ეხა სად არის სამუშაო ეთიკა? ერთ რამეს არ ვაქცევს ყურადღებას, რომ ის რომ დღეს ევროპა შედი განვითარებოდა და ის რომ იქ არის ეს საზოგადოება ევროპა დგას თლიანად რამ ლიბერალურ ფასეულობებზე, ყველა ეს დის საზღვარი თვითონ ევროპამ გააიღო, მე მგონი ამისთვის და არც ერთ კონტინენტს არ ახსოვს ისეთი სისხლისმენი, ისეთი სისხლიანი დაპირისპირებები ქვეყნებს შორის, კონფესიებს შორის და თუნდაც ეთნიკური, რაც ევროპამ გაიარა, არსად არ ყოფილა ეს. და აი ეს რო გრძელდებოდა ჩემისადმი საუკუნეების მანძილზე, უბრალოდ იძულებულები იყვნენ თანაარსებობის რაღაცეთი ფორმები გამოეძებინათ, ყველას ეგრეთო თავი კომფორტულად. ამას შემიძლია დიდი მნიშვნელობა აქვს. ფრანგები და ინგლისელები დღემდეც ეხუმრებიან ერთმანეთს, ეს მოდის ასლიანი ომიდან, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს, რომ მათ ერთმანეთი განავითარონ, როგორც ქვეყნებმა. კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, როდესაც საუბრობ, თქვათ, იგივე პროტესტანტულ რეფორმაციაზე, როცა საუბრობთ, თქვათ, მახსენდება სემუელ ჰანტინგტონის თეორია, რომ აიღო, თქვათ, თუ პროტესტანტობაზე დადგა დემოკრატია, თქვათ, ევროპაში, იგივე კათოლიკური ქვეყნები რო გარდაქმნილიყვნენ დემოკრატიებად, ამას დაჭირდა ასევე გარკვეული რეფორმაცია, ვთქვათ, რერუმ ნოვარუმის და სახით, რომელიც მეორე მსოფლიო ომით დასრულდა, აგერ 60-იან წლებში სადღაც და ეჭვები ჩდება მართლმადიდებლობასთან დაკავშირებით. და თქვენი აზრით, რამდენად თავსებადია მართლმადიდებლობა და დემოკრატია? პროტესტანტიზმს ვერ დაიცვა გარკვეული თვალსაზრისით, თავი ფანატიზმისაგან კალვინიზმის გარკვეულ პერიოდს თუ ჩავთვლით, სწორედ ჟენევა ახსენდა, თქვათ, შვეიცარიული, ასე ვთქვათ, კუთხე კალვინიზმის არის საკმაოდ ფუნდამენტალისტური, საკმაოდ რადიკალურია. არაფერ ჩამოუვარდება ყველაზე რადიკალ კათოლიკებს. გასაგებია, მაგრამ დემოკრატია როგორც ასეთი მაინც პროტესტანტობა. ნუ ქრისტიანობაზე დგას ყველაფერი. ეს ერთუშობებას ვერ ვიტყვით, რომ პროტესტანტიზმის წიაღი და შესაძლოა არა, მარტივად გეტყვით, მე აუცილებლად არ ვიზიარებ ამას, ხო, სხვას რო კითხო, გეტყვის, რომ ეს არის ამპარტამული ნაგავი, მითხრეს კიდე. ხომ არა ვთქვით თავარ თემას, ასე ვთქვათ. თავარ თემა იყო ის, რომ
რატომ დომინირებს დასავლური კულტურა და დასავლური კულტურა პროტესტანტიზმის, კათოლიციზმის, მართლმადიდებლობის დასავლური კულტურა, ქრისტიანობა საერთოდ დასავლური კულტურა ინდიაში. კულტურა საიდან არ არა მარტო ბიზანტიური, ახლა თუ რა ვიყოთ, იგივე მართლმადიდებლური ქვეყნები რა ვიყოთ, დღეს ვიც ასეულს, ახლა შეიძლება თუ თანხმდებით იმაზე, ჩამორჩენილია ზოგი ქვეყანა უფრო მეტად, ზოგი უფრო წინ არის, მაგრამ იგივე თქვა ახლა მართლმადიდებლური ქვეყნები რა ვიყოთ, საბერძნეთია, ბულგარეთია, რუმინეთი, სერბეთი, მონტენეგრო, მაკედონია, ევროკავშირის წევრი ქვეყნებია ძირითადად. ერთი რუსეთია, აქეთ ბელორუსი, საქართველო და მოლდოვა და უკრაინას და საქართველოც. არ არის ახლა ხო ისეთი, რუსეთი, აღმოსავლეთი. ძირითადად აღმოსავლეთში ქრისტიანობა ფეხი ვერ მოიკიდა საბოლოო ჯამში, ისე ვერ გაბატონდა. თუნდაც იმიტომ ოსმალეთის ნაწილი იყვნენ ეს ქვეყნები ჩამოთვლილი თანაც ამანაც იმოქმედა. კი, მაგრამ როცა ვამბობთ რაღაც უფრო სიღრმისეულზე მიდივარ, დასავლურ კულტურა უფრო სიღრმისეულად თუ შევხედავთ უფრო, აი ეს ინდივიდუალიზმი მაშინ დევს უფრო ადრე. იგივე მაგალითად აღმოსავლურ კულტურებში ეს ინდოეთი იქნება, ჩინეთი იქნება, თუ იქნება, იქ პიროვნება უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის ან სოციალური წრი, ან კასტა რაღაცა, რომელიც ის იმყოფება. ვერტიკალის პატვის ეს ან რაღაცა უფრო სხვა პრინციპებია. თუ თანხმდებით, ეხლა მაგიდასთან ვარ, ხშირად თანამოაზრეები არ ვარ ხოლმე, რომელი აღსანიშნავად არ უნდა ავიღოთ ჩვენ შეიძლება ჩვენ ნახოთ. თუ თანხმდებით იმაზე, რომ დასავლეთი არის დასავლეთი დგას პირველ რიგში ქრისტიანობაზე და ის თუ რატომ დომინირებს დასავლეთი, განპირობებულია დიდწილად ქრისტიანული რელიგიით. აქ უნდა ვეძიოთ საფუძველი ამისა. მაშინ რატომ ხდება, რომ ქართული შენ გეკითხები, დათო შეგიძლია შენც გაიგო. მაშინ რატომ ხდება ესე, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ავლენს ანტიდასავლურ განწყობებს? შენი აზრით. ეს ახლა ძალიან ისეთი ფართო თემაა, ამას თავისი ტრადიცია აქვს, ბუნებრივია, თავისთავად ცხადი ხა. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ალბათ უფრო პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ საბჭოური გამოცდილების ნაწილია, თორემ მართლმადიდებლური ეკლესიის საერთოდ პროფილები, რომლებიც ჩვენ ვიცით უკვე პირველი რესპუბლიკის დროიდან საქართველოსი, კირიონ მეორე, ამბროსი ხელაია, ესენი პირიქით არიან აბსოლუტურად ასე ვთქვათ პროდასავლურები, მიუხედავად რომ ესენი მართლმადიდებელი, მთავარეპისკოპოსები, პატრიარქები არიან, ჩვენ გვახსოვს ცნობილი მოვლენა, რის გამოც ამბროსი ხელაია დაისაჯა და რის გამოც ბოლშევიკებმა ფაქტობრივად სიკვდილამდე მიიყვანეს ეს გენუის კონფერენციისადმი გაგზავნილი ამბროს ხელაიას წერილი პატრიარქისა, სადაც ის მოუწოდებდა სწორედ ევროპულ საზოგადოებას, რომ დაეცვათ საქართველოს ბოლშევიკების ექსპანსიისაგან. და შემდეგ ამბროსი ხელაიას დაჭერა მოხდა, კირიონ მეორე მანამდე იყო უკვე მოკლული და ასე შემდეგ და შემდეგ როდესაც გაჩნდნენ უკვე წითელი პატრიარქები და ამაზე თემამად არ საუბრობენ რატომაც ჩვენთან ხშირ შემთხვევაში ძალიან საინტერესო თემა არის გამოსაკვლები თორსები ლეონიდეც იყო შემდეგ და პროგრამულად ლეონიდეთი სრულდება შემდეგ აი ეს თავისუფალი მართლმადიდებელი პატრიარქები, რომლებიც ასევე იყვნენ რეალურად იცავდნენ ქრისტიანულ ღირებულებებს და არ იყვნენ ასე ვთქვათ სამსახურში სახელმწიფოსი და შემდეგ კი საბჭოური სახელმწიფოსი, რეალურად შემდეგ ეს გამოცდილება იწყება უკვე საბჭოთა ასე ვთქვათ რევიზიის პირობებში, შემდეგ უკვე ეკლესიის განვითარება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ხა ავტოკეფალია მართლაც საქართველოს ავტოკეფალია სტალინის საღდგენილია, სტალინის პირობებშია და აქ ასე ვთქვათ ეკლესიის თავისუფლება ძალიან პირობებია. შესაძლოა ეს გავლენები ეს საბჭოური გავლენებია. ხო, თავისთავად. კეფალიაც და როდის გაახსენდა კომუნისტურ ხელისუფლებას, ასე ვთქვათ, ეკლესიის როლი და მნიშვნელობა, ეს იყო მეორე მსოფლიო ომის დროს, მაშინ როდესაც გერმანიის ფრონტი ყველაზე უფრო სიღრმეში იყო შემოჭრილი და საჭირო იყო ხალხის მობილიზება და ვინც ნაციონალური რელიგიური ელემენტის გააქტიურება ჭირდებოდა სტალის. არანაირად ძალიან კარგად იცოდა ეს ხო, ანუ ეს იყო ფაქტობრივად მაშინ ფრონტზე ხალხის კიდევ ერთი საშუალება, ბოლო იარაღი გამოიყენეს. არის კერძოდ არის ის მომენტი, რომ ანტიდასავლურ განწყობაზე იგივე საქართველოს ეკლესიაში როდესაც ვლაპარაკობ, და ძალიან ძლიერია რუსეთის გავლენა. პირდაპირ ვთქვათ, რუსეთის ეკლესიაში, რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში და რუსულ მართლმადიდებლობის წიაღში რეალურად არის ორი ხაზი. ასე დომინირებდა, ყოველთვის დომინირებდა ორი ხაზი. ერთი იყო, ეს იყო ძალიან ანტიდასავლური, აი უკიდურესად ანტიდასავლური შეიძლება ითქვას, კულტურული დაპირისპირების პრეტენზიის მქონე ხაზი, რომელსაც გარკვეული იყო მაგალითად იგივე და რუსეთში ჩვენ ყოველწლიურად გვახსოვდეს რომ პეტრე პირველმა საერთოდ პატრიარქობა გააუქმდა და პრაქტიკულად ეს იყო სახელმწიფო სინოდის ობერ პროკურორი მართავდა ეს რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის იერარქია იყო ძირითადად. იყო მეორე ხაზი, ლიბერალური ხაზი საკმაოდ, რომელსაც ვლადიმერ სოლოვიოვი, სიმეონ ფრანკი და ასეთი უფრო რელიგიური ფილოსოფია რუსული რაც არსებობს, აი ისინი უფრო პროდასავლურები იყვნენ ამ გაგებით უფრო სინთეზისკენ მიმართული. ეს ეყრდნობოდა გარკვეულწილად ბიზანტიის აი იმ დროინდელ დაპირისპირებას, თქვათ კათოლიკეებსა და
მადმიელ ეკლესიას შორის ანუ ბიზანტიისა და რომს შორის რაღაც დაპირისპირებას რუსეთი თავს ამბობს ბიზანტია ამბობდა რომ მეორე რომი ვარ რუსეთი ამბობდა რომ მესამე რომია და ის არის მეოთხე აღარ იქნება თუმცა მაინც და საერთოდ ეს გავლენა საქართველოს ეკლესიაში აი ეს რუსულიას იმპერიალისტური გავლენები ძალიან ძლიერად შემოვიდა ეროვნული მოძრაობის პერიოდში მე ხარ მომსწრევა რა ეს კიდე ცალკე იყო ეს კიდე ცალკე მანამდე საბჭოთა გავლენა კიდე ერთი იმოვია საბჭოთა გავლენის და ეს კგბ-შრიკივის საკუთელოება სიტყვაზე ესენი იყვნენ უფრო როგორ გითხრათ ოპორტუნისტები უფრო რომელიც საერთოდ ხელისუფლება იყო იქით მაგრამ აი ეს შავრაზმული რაღაცა ლიტერატურა ზღვა შემოვიდა ზღვა მასალა იმუნიჩი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ითარგმნა ეს ლიტერატურა თორე ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ადამიანები რომლებიც მანამდე იყვნენ გასწავლოთ დაზროვნებდნენ მე გამიჭირდებოდა ზღვარის გავლება უბრალოდ მათ არ ჰქონდათ ლიტერატურა საუბარი არის ვინც უკვე მერე შემოვიდა ამ ლიტერატურაზე გაიზარდა და თუ აი გიასაც ვატკბევინოთ და ეს არა ახლა იცით რა არის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი მაინც არ ნიშნავს რომ საქართველოს არის აი გიას უნდა დიდხანია ცდილობს რაღაც თქმას მე მაინც გონია რომ არის კიდე მესამე ფაქტორი რომ ეხლა კონფესიებს თუ შევადარებთ ერთმანეთს არის კათოლიკური არის პროტესტანტული რომელსაც კიდე უამრავი სექტა აქვს ხო თავისი არის მართლმადიდებლური ფაქტიურად ეხლა ობიექტო თუ შეხედავთ ეს მართლმადიდებლური ეს მართლმადიდებლური ფრთა ესე იგი ამ ქრისტიანობის არის ყველაზე ხისტი და ყველაზე არ მინდა თქვა რადიკალური მაგრამ ყველაზე შემზღუდავი ჩვენ ეხლა საქართველოს რო თავი დავანებოთ კათოლიკური შეიძლება უფრო არის თავის არსით მაგრამ გამომდინარე იქიდან როგორ განვითარდა ეს ევროპული ქვეყნების იძულებული გახდა დაეშვა რაღაც დაშვებები რაც და მართლმადიდებლური ეკლესიას პრინციპები რომელიც არის ჩემი ზოდით არ შეცვლილა უკანასკნელი 700 თუ 800 წლის მანძილზე მერვე საუკუნეში ჩატარდა ბოლო აი ძალიან ერთი მარტივ მაგალითს მოვიყვე და გეტყვით ბოდიშეთ და ისტორიული თვალსაზრისით ისე კათოლიკურ ეკლესიას ბევრად უფრო მეტი ამ შემთხვევაში დოგმატური პრობლემები აქვს და ისტორიულად იმდენი შესაძლებელი იძულებული გახდა ერთი სამით ყველანი ერთად მე ხარი თათა გითხოვს რაღაც ყველა მოდაპარაკე ხალხი და პატეჟი არა უბრალოდ არის მის მე ფეხებს ურტყავ ხალხს მე არ ვიცი ეხლა შესაძლებელია თუ არა მაგრამ მე მახსოვს 15-16 წლის ჩემმა მეგობარმა ძალიან მარტივი მაგალითია უფრო მეც იტყვის ვიდრე ეხლა ბევრი რო ვილაპარაკო მოიყვანა იტალიელი ცოლი და ეკლესიაში ჯვარი არ დაწერეს ახლა ის იყო კათოლიკე და ეს იყო მართლმადიდებელი მაშინ როცა კათოლიკურში დაწერეს ანუ რა შეა საქმე აი იმ პრინციპებს რომლებიც შემუშავებულია 12 საუკუნის წინ უფრო მკაცრად მიყვება მართლმადიდებლური სარწმუნოება ვიდრე კათოლიკური იძულებული გახდა რაღაც დაშვები დაეშვა აი საერო ცხოვრების პრინციპებით გათვალისწინებელია მოხდა განმანათლებლობა და ფაქტობრივად ახლა დღესდღეობით არა იგივე კათოლიციზმი იქნება თუ პროტესტანტიზმი ხო ევროპის ქვეყნებში არის გაცილებით უფრო ლიბერალური ვიდრე დაუშვათ კათოლიციზმი იგივე სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ხო რატო იმიტომ რომ ევროპაში მოხდა განმანათლებლობა რომელიც დაიწყო ესე იგი ნუ ძირითადად მაინც მე-17-18 საუკუნეების ახალდება ხოლმე და შესაბამისად ეს არის ის პერიოდი რომელიც ჩვენ საქართველოში გვაქვს გამოტოვებული ვერ შესდგა ეს განმანათლებლობის პროექტი, იგივე ქვეყნის მოდერნიზაციის პროექტი და რა თქმა უნდა ძალიან რთულია ამ შემთხვევაში ისაუბრო იმაზე რაღაცა ლიბერალურ ელემენტებზე რელიგიაში და რელიგიურ ცნობიერების ფარგლებში არა და რეალურად რა უთხრა განმანათლებლობამ ადამიანებს განმანათლებლობის პერიოდში მოიხაზა საერთოდ ის პრობლემები რომლებიც იდგა სწორედ აი ამ რელიგიური დაპირისპირებების თუ სხვათა შედეგად არა ევროპაში მოიხაზა ის რომ აუცილებელია ადამიანებს კონდეთ წარმოდგენა იმ თავის უმთავრეს ბუნებით უფლებებზე, რომელთა გააზრების გარეშეც ისინი მოქალაქეები ვერ იქნებიან და სრულფასოვან სამოქალაქო ცხოვრების პრაქტიცირებას ვერ მოახდენენ, ხო? ეს იყო სრულიად ახალი განაცხადი, რომელიც ითქვა და რომელიც ესე ვთქვათ, გააზრება ადამიანის მიერ თუ სად მთავრდება მისი პიროვნული თავისუფლების სივრცე და სად იწყება ესე ვთქვათ, სამოზოგადოებაში უკვე მისი აქტივობის და შესაბამისად მისი თავისუფლების გამოხატვის ფორმები, არა? ეს ზღვარი რაღაცნაირად სწორედ ამ პერიოდში იქნა გავლებული. ჩამოყალიბებული იქნა ის 4 მთავარი ბუნებითი უფლება, ხო, რომლის გარეშეც შეუძლებელი ადამიანზე ვთქვათ, რომ ის არის თავისუფალი. საკუთარი სიცოცხლის უფლება, არა, შესაბამისად მისი დაცვის უფლებაც. სწორედ ამისთვის გვჭირდება ჩვენ უპირველეს ყოვლისა სახელმწიფო და სახელმწიფოში ამიტომ ვერთიანდებით, რომ გქონდეს საკუთარი სიცოცხლის გარანტიები, არა? ამიტომ ვიხდით ჩვენ გადასახადოთ ვარკარქი მოქალაქე და ასე შემდეგ, რომ საპასუხოდ სიცოცხლის უფლების დაცვას მოვითხოვთ სახელმწიფოსაგან. მოვითხოვთ საკუთრების უფლების დაცვასაც, არა, იმიტომ რომ საკუთრების უფლების გარეშე ჩვენ ვერ ვიქნებით სრულფასოვანი ადამიანები. ასევე მოვითხოვთ
ვიმოთხოვთ იმასაც, რომ ჩვენი აზრის თავისუფლება იქნას დაცული და გარანტირებული. ანუ ეს არის უპირველესი და ფუნდამენტური პრინციპები და ამაზე მოხდა შეთანხმება ფაქტობრივად განმანათლებლობის პერიოდში. იმის და შესაბამისად, იგივე რელიგიურ წრეებსაც მოუწიათ შემდგომში ეტაპობრივად ნაბიჯ, ასე ვთქვათ, ფეხი აეწყოთ თუ შეიძლება ამისა, ასე ითქვას, ეპოქის გამოწვევისათვის. და აი ეს ვატიკანის მეორე კრება კათოლიკური ეკლესიის, ასე ვთქვათ, გამოცდილებაში არის ფაქტობრივად ამისი დაგვირგვინება, იმიტომ რომ ვატიკანის მეორე კრებისას იქნა ფაქტობრივად დეკლარირებული ის ლიბერალური ღირებულებები და კათოლიკურმა ეკლესიამ თქვა, რომ მე ამის დაველოდოთ მერვე კრებას მართლმადიდებელ ეკლესიაში და ამით უნდა მეორე ნაწილი. და აქ უკაცრავად ერთი რაღაცა უნდა ვთქვა, რომ როდესაც ჩვენ ქართული ეკლესიის გამოცდილებაზე ვსაუბრობთ, აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღი, ხო? 1997 წელი, როდესაც საქართველოს ეკლესია გამოვიდა მსოფლიო საეკლესიო საბჭოდან. მან დატოვა მსოფლიო საეკლესიო საბჭოს რიგები და ამის შემდეგ ფაქტობრივად აღმოჩნდა თვითიზოლაციაში, არა? ანუ ჩვენი საეკლესიო წრეები აღარ არიან ჩართულნი იმ მსოფლიო თეოლოგიურ საეკლესიო დისკურსში. არა და პატრიარქი იყო დრო, როდესაც პატრიარქს ეკუმენიკში ადაშავლებდნენ, თუმცა ეხა ამ მოსულა და არამიზეზი, ანუ ამით არ ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გასაგები იქ იყო შიდა ბრძოლები, ასე შემდეგი გასაგებია ისიც, რომ პრინციპში ეს ინიციატივა თავიდან, რომ მართლმადიდებელ ეკლესიებს დაეტოვებიათ მსოფლიო საეკლესიო საბჭო, ეს მოდიოდა რუსეთისგან, შედეგი მივიღეთ ჩვენის, რომ საქართველომ რა თქმა უნდა პირველმა დატოვა ეს საბჭო და რუსეთი დარჩა იქ. ამ სიტყვებით უნდა ძალიან ესეთი ფაქიზი თემაა ეს და ძალიან ესეთი ამ თემაზე ჩვენ შეგვიძლია რომ კიდევ მსოფლიო საეკლესიო საბჭო ეს მაგალითად იგივე ვატიკანი და რომი არ ყოფილა მსოფლიო საეკლესიო საბჭოში. ეს არ არის თუ შეიძლება უნდა დავათავრო მეორე პროგრამას. სხვაგან წავედით პირველი ნაწილის დრო ამოიწურა, მეორე ნაწილში დავბრუნდებით, დაგველოდეთ ძალიან მალე. ბრუნდებით ეთერში, მადლობთ რომ გვიყურებთ. გადაცემის მეორე ნაწილის თემა არის აბორტი. სტატისტიკას თუ შევხედავთ, ირკვევა რომ საქართველოში თითო ქალს საშუალოდ 3 აბორტი აქვს გაკეთებული, ხოლო ამერიკაში 5-დან 5 ქალს აქვს 1. აი ესეთი სტატისტიკა. თქვენი აზრით რითი არის განპირობებული ეს სტატისტიკა? თათა შენგან დავიწყებ. აქ ძალიან ბევრი კომპლექსური მიზეზი არის და ერთ-ერთი მთავარი ეს არის ალბათ, ასე ვთქვათ, ჩვენი მოსახლეობის მხრიდან რაღაცა ნაკლებად გათვითცნობიერება იმისა, თუ სქესობრივი ცხოვრებისას რა თავდაცვის ფორმები არსებობს, იმისათვის რომ არასასურველი აღსრულობა ავიცილოთ თავიდან. აქ არის რა თქმა უნდა ის ფაქტორიც მეორე, რომელსაც სამწუხაროდ არავინ არ საუბრობს ხოლმე და რატომღაც მარტო ეს ქალის პრობლემად განიხილება, ის როდესაც დავუშვათ იგივე უსაფრთხო, ასე ვთქვათ, სექსისას დავუშვათ მამაკაცები კონდომის გამოყენებისგან რაღაც თავს იკავებენ, ეს რაღაც ცნობილი ფაქტი არის საქართველოში და ეს არის ცნობიერების პრობლემა უპირველეს ყოვლისა, ხო? იმიტომ რომ ასე ვთქვათ, როდესაც მამაკაცი ვერ აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას და შესაბამისად მიაჩნია, რომ მე რა მოხდა თუ არასასურველი ორსულობა დადგა, მაშინ აბორტით ასე ვთქვათ მოვაგვარებთ საკითხს, ეს პრობლემურია და ეს ნიშნავს ამ თვალსაზრისით ასე ვთქვათ ცნობიერების პრობლემას. ის მცდელობა, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2004 წელს საქართველოში, რომ სასკოლო დონეზე ასე ვთქვათ, აი ეს სქესობრივი ცხოვრების შესახებ განათლება დანერგილი იყო როგორც სასკოლო კურიკულუმის ნაწილი, ნუ მოგეხსენებათ, რომ დასრულდა ასე ვთქვათ ფიასკოთი და ამ შემთხვევაში ალბათ ჩვენ ეს რომ მაშინ განხორციელებული იყო, დღესდღეობით გვეყოლებოდა გაცილებით უფრო მეტად გათვითცნობიერებული მოსახლეობა ამ თვალსაზრისით და ეს სტატისტიკაც ალბათ შედარებით სხვანაირი იქნებოდა. ამერიკაში იმით აქვს განსხვავებული რიცხვები, რომ ადამიანები გაცილებით უფრო მეტად, ასე ვთქვათ, აცნობიერებენ ამ პასუხისმგებლობასაც. და აქ არის კიდე ერთი ასპექტი, რომ ჩვენთან აბორტი ეს ხშირ შემთხვევაში არის, ასე ვთქვათ, სელექციური აბორტი. სელექციური აბორტი და ეს ძალიან კარგად ჩანს, თუ კი თქვენ ნახავთ, როდის კეთდება აბორტი რომელ კვირაში, ხო? მე-12 კვირის ანუ საერთოდ ზოგადად მსოფლიოში აბორტი არის ლეგალური და ნებადართული, ასე ვთქვათ, 12 კვირის ფარგლებში, არა? მე-12 კვირის მიწურულს არის სწორედ ის, როდესაც ჩანასახის სქესის დადგენა არის შესაძლებელი და ფაქტობრივად 70% საქართველოში გაკეთებული აბორტებისა კეთდება სწორედ მე-12 კვირის მიწურულს და რომელი
რომელიც არის ქალის ჯანმრთელობისთვის გაცილებით უფრო მეტად მავნებელი, რომელიც ღირს თან უფრო მეტად ძვირი. ანუ ლოგიკური კითხვა, რატო არ იკეთებს ქალი თუ კი მას საერთოდ არ უნდა ბავშვის ყოლა, ხო? ამას პირველ კვირაში, მეორე კვირაში, მესამე კვირაში და რატო ელოდება მე-12 კვირას? ნუ პასუხი არის ის, რომ ის უბრალოდ ელოდება სქესის დადგენას. ანუ რასაც ამბობს არის მხოლოდ მისი მეუღლეც, მაგრამ ხო? სელექციური აბორტი ეს სელექციური აბორტი არის, როდესაც ჩანასახის სქესის და მიხედვით ეწოდება აბორტი. ანუ მაგალითად რიგით ქართველ ობივატელს სურს რომ ყავდეს ორი შვილი, ხო, ორი შვილი და უნდა რომ ამ ორი შვილიდან იყოს ერთი გოგო, ერთი ბიჭი. როგორც წესი, სტატისტიკა იმასაც გვაჩვენებს, რომ სელექციური აბორტი არ კეთდება პირველ ბავშვზე, ანუ ხშირ შემთხვევაში წყვილებისთვის სულ ერთია, ესე ვთქვათ, პირველი ბავშვის სქესი და როგორც წესი, ესე ვთქვათ, სელექცია სქესისა ხდება მეორე მესამე ბავშვზე. ანუ შოქში ჩამაგდო ამან, იმიტომ რომ ერთხელ თუ შეიძლება მე გადავყრივარ ქალს რაიონიდან იყო, თუ სწორად მახსოვს, ჩამოსული იჯდა ექიმის მოსაცდელში, მე ყველას ველაპარაკები, ამასაც დაველაპარაკე, მითხრა რომ ორსულად ვარ, რაღაცა აბორტზე ვარ მოსული და მითხრა რომ ვკითხე რომ უბრალოდ ორსულად რა ხნის ხარ მეთქი, მითხრა 4-ისო ესე და მეთქარი აჩენთ მეთქი ხო, მე რაღაცა ეს და არა აბორტს ვიკეთებო და 4 კვირის ხართ მეთქი, ვკითხე და არა 4 თვისო მითხრა. ანუ და მითხრა რომ გოგოა, მესამე გოგოა და ქმარი მაკეთებინებს. მესამე გოგოა და ქმარი მაკეთებინებს. სრულიად შოკირებული წამოვედი, ეს იყო გეტყვი, სადღაც აი 99-2000 წელი. მეც პატარა ვიყავი, მაშინ პირველად გავიგე, დიდად არ მაინტერესებდა ეგ თემა და პირველად გავიგე რომ ესეთი რაღაცები ხდება. ძალიან. ახლა რა მდგომარეობაა? ახლაც არის იგივე მდგომარეობა, იგივე შეიძლება არა, მაგრამ მძიმე მდგომარეობა ამ კუთხით. თათა, ისევ შენ დაგებრუნდები, რადგან მაინც ესე ხდება ხოლმე, რომ რაღაცა ქალის უფლებად განიხილება აბორტი. შენთვის არის ქალის უფლება? არა, ეს არის აბსოლუტურად ქალის უფლება და ეს არის ქალის სხეულის ავტონომიასთან დაკავშირებული უფლება, ხო? იმიტომ რომ ზოგადად, ესე ვთქვათ, სახელმწიფოს შეუძლია ცივილიზებულ ქვეყანაში, ესე ვთქვათ, ადამიანის სხეულზე ორი ფორმით მოახდინოს ფაქტობრივად ჩარევა. ერთი ეს არის სიკვდილით დასჯა, ასე ვთქვათ, რომელიც რაღაც რიგ ქვეყნებში ჯერ კიდევ არსებობს, ჩვენთან კიდევ გაუქმებულია და მეორე ეს არის, ესე ვთქვათ, ადამიანის იძულებით მკურნალობა, როდესაც ის ფსიქიკურად არ არის, ესე ვთქვათ, ჯანსაღ მდგომარეობაში, ხო? დანარჩენი სხვა შემთხვევაში ადამიანის სხეულს აქვს ავტონომია, მათ შორის ქალის სხეულსაც, ხო? და თუ კი ქალს არ უნდა რომ მის სხეულში ხდებოდეს გარკვეული პროცესი, რასაც ქვია, ასე ვთქვათ, ნაყოფის გაზრდა, ხო? ესე ვთქვათ, ჩანასახის სახით, მაშინ არავის არ აქვს უფლება მას ეს აუკრძალოს. ეხლა აკრძალვას რომ არ აქვს პოზიტიური შედეგი, ამაზე მეტყველებს სტატისტიკა. იგივე მაგალითად პოლონეთი არის ამისი ძალიან კარგი მაგალითი. აკრძალვაზე არ საუბრობ, ეხლა თვითონ კონკრეტულად ფაქტზე ვსაუბრობ, ანუ როდემდე არის ქალის სხეული ქალის უფლება მაშინ ეს არის 12 კვირის მანძილზე, ეს არის საერთაშორისო კანონმდებლობით ასე დადგენილი. იმიტომ რომ ცხადია რომ ამ შემთხვევაში დელიკატური საკითხია, ხო? ამ შემთხვევაში ფაქტობრივად ერთის მხრივ ზრდასრული ქალის სიცოცხლე, მისი პიროვნული თავისუფლება და ასე შემდეგ დგას სასწორზე, მეორე მხარეს დგას დაუშვათ ჩანასახის სიცოცხლე სასწორზე. და აქ არის ზუსტად რომ სახელმწიფომ ორივეს ინტერესი უნდა გაითვალისწინოს, ხო? და სახელმწიფო შესაბამისად 12 კვირამდე აძლევს ქალს იმის უფლებას, რომ მან თუ კი არ სურს, ესე ვთქვათ, ნაყოფი მაშინ გამოიყენოს აბორტის უფლება სახელმწიფოს ცოტა ხანი თავი დავანებოთ თათა ინსტიტუტი სახელმწიფოს ცოტა ხანი თავი დავანებოთ და ვთქვათ სხვა რამე სხვა ანუ ის რომ საერთაშორისო კანონმდებლობა არსებობს რომ 12 კვირის შემდეგ 12 კვირის შემდეგ უკვე აღარ შეიძლება და შეიძლება ეს ხო იცვლე ხა ადამიანები წერენ ხო ამ საერთაშორისო კანონმდებლობასაც და ადამიანები ქმნიან ხა თუ მანამდე ვთქვათ იყო საუბარი იმაზე რომ ვთქვათ ნაყოფს არ აქვს გრძნობელობა 18 კვირამდე თუ ასე შემდეგ არისტოტელე ამბობდა ჯერ კიდევ რომ უნდა წყალგამყოფი იყოს, როდესაც თქვათ, გრძნობელობას იძენს ნაყოფი და ანუ ცოცხლად შეიძლება ჩაითვალოს. ანუ აქ ახლა შეიძლება ვიკამათოთ რა თქმა უნდა იმაზე, როდიდან ითვლება, ესე ვთქვათ, აი ეს ჩანასახი, სიტყვაზე ვთქვათ, რაღაცა ცოცხალ არსებად არის ეს უკვე ჯერ კიდევ დაუშვათ პირველ დღეს, მეორე დღეს თუ შეგვიძლია რაღაცა პერიოდის აი ამ თემას აუცილებლად დაუბრუნდები, მას შემდეგ რაც სალომე ბარკერის რეპორტაჟს ვნახავთ, მოусმინოთ ხალხის ხმას, ხალხი რას ფიქრობს აბორტთან დაკავშირებით. ორი წუთი ხომ არ გაქვთ? ერთი, ნახევარი, შეიძლება რა რაღაც კითხოთ. როდიდან იწყება სიცოცხლე? ჩანასახი როდიდან არის თქვენთვის ცოცხალი ადამიანი? ჩასახვის მომენტიდან. ალბათ 4 თვის მერე. ანუ ნაყოფი როდესაც იზრდება. უკვე სიცოცხლე არის თესლშია სიცოცხლე უკვე ჩადებული. თესლია, იგივე ლობიო, სიმინდი,
ისე ადამიანიც სიცოცხლე მაშინ იწყება, როცა ღმერთი უკვე ჩანასახს თავისთავად ჩანასახი უკვე ჩნდება დედის მუცელში და აბორტი არის ძალიან დიდი ცოდვა ქალისთვის. თქვენ მხარს დაუჭერთო რა აბორტის აკრძალვას თუ სახელმწიფო აკრძალავს? კი, ეხლა გავხდები მინისტრი აუცილებლად პირველ რიგში რა. ყველაზე დიდი ცოდვა არის. კი, როგორ არა. ისედაც ცოტანი ვარ და სულ ამ აბორტი რო გაიკეთოს ვიღად არჩება აქა. ჩემი აზრით უნდა ბავშვები დაიბადნენ და გაიზარდნენ, მაგრამ აბორტი უნდა გამორიცხული იყოს. აბორტის გაკეთება ყველა ვარიანტში არის ცოდვა ღმერთის თვალში. მომხრე იქნებით თუ არა სახელმწიფომ აბორტი რო აკრძალოს? იქნები. არა. არა, აკრძალვა არ არის საჭირო, მაგრამ თვითონ ქალმა უნდა რაღაცაი ღმერთთან უნდა იყოს ახლოს და არ უნდა გააკეთოს აბორტი. შეიძლება რეგულაცია იყოს, მაგრამ ცალსახად აკრძალული ორსულობის შეწყვეტა არ უნდა იყოს. რატომ არ უნდა იკრძალოს? იმიტომ რომ ამით ჩვენ შეიძლება უფრო მეტი გაჭირვება და მეტი ბოროტება მოვიტანოთ. ბალანსი სიკეთით შეიძლება არ იყოს სიკეთისკენ გადახრილი ამით. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ძალიან ისეთი თემა, ანუ გვეცოდება ის ჩანასახი, მაინც ამ აკრძალვით ჩვენ შეიძლება გაცილებით მეტი ზიანი მოუტანოთ საზოგადოებას. თუ საზოგადოება აიღებს თავის თავზე ზრუნვას ახალშობილებზე, ასე უნდა იყოს ეს წესი. მაშინ აკრძალვა იქნება გამართლებული. ხოლო როცა ადამიანი თავის ბედის ამარა მიტოვებული შემთხვევის იმედზე სამუშაო არ აქვს, მაშინ აბორტის აკრძალვა გამართლება არ აქვს. არის სოციალური დაცვა, მაშინ სოციუმს აქვს უფლება მოსთხოვოს ინდივიდს ახალშობილის ხელშეუხებლობა. თუ არაა ეს დაცვა, მაშინ მშობელს აქვს უფლება თავის შესაძლებლობების შეფასება, ხო ყველას უკეთესად შეუძლია, გადაწყვიტოს თავისი ბედი გადაწყვიტოს თვითონ. ახალშობილის ბედიც არის ესე. ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ დამაკმაყოფილებელი არის და შეუძლია უნდა იყოლიოს შვილები. ჩვენ სინაპრებს 9 ძმა ხერხეულიძე ყავდათ, მრავალშვილიანები იყვნენ, 7, 8 და 10 შვილზე ნაკლები არ ყავდათ, მაგალითად ჩემ ბებიებს, ჩემ სინაპრებს და სასურველია, სხვანაირად ვერ გავმრავლდებით. უნდა იყოს თუ არა აბორტი აკრძალული? უნდა იყოს აკრძალული. რა უნდა ქნან იმ ქალებმა, რომლებიც მაგალითად არიან გაუპატიურების მსხვერპლები? მაგ შემთხვევაში, როცა აბორტი არის აკრძალული. მაგას არ არის მნიშვნელობა, სიცოცხლე არ უნდა მოკლე. მაგ შემთხვევაში ალბათ რაღაც გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდნენ, რა ვიცი. და საუბარი სასულიერო პირებთან, ექიმთან და მე მაინც არ ვემხრობი აბორტების ლეგალიზაციას. არავითარ შემთხვევაში არ აქვს აბორტის გაკეთების უფლება არავის, მაგისთვის ეკლესია არსებობს, მოძღვარი არსებობს და რეაბილიტაციის ბევრი საშუალება არსებობს და შეუძლია მიმართოს. ბევრი ორგანიზაცია არის, ბევრი ეკლესია არის და შეუძლია მიხედოს მაგ თავის პრობლემას. მეგობრები დაეხმარებიან და სოციალური გარემო დაეხმარებიან. ყველა ვარიანტში არ არის გამართლება, არანაირი იმისი, რომ ნაყოფი უდანაშაულო დაღუპო საკუთარი ინიციატივით. ან მით უმეტეს პროფილიდან გამომდინარე ექიმები ვართ ჩვენ ახლა ზუსტად მანდან მოდივარ და ზუსტად ვიცი რაც ხდება. ქალმა არ უნდა გაიკეთოს აბორტი არც ერთ შემთხვევაში. იმ ქალებმა რა ქნან, ვინც არიან გაუპატიურების მსხვერპლები. ახლა დააჭერინონ და შვილი გააჩინონ. უნდა ხდებოდეს საზოგადოების ინფორმირებულობა, როგორ შეიძლება სხვანაირად დაიცვას ადამიანმა თავი. თუ რაღაც ისეთი მოხდა და თუ ვიღაცა თავს იკლავს და შეიძლება გაუკეთონ აბორტი, მაგრამ ჩემი აზრით არ უნდა იყოს ასე მასიურად აბორტის კეთება. ძალიან ძნელია ძალადობის მსხვერპლი იყოს ქალი, ადამიანი და მას არ უყვარდეს ადამიანი და იმისგანაც შვილის გაჩენაც ალბათ ძალიან ძნელი იქნება და არასასურველი, მაგრამ შვილი მაინც შეუყვარდება. ბრუნდებით ეთერში. არა, ეს კაცები რა მორალისტები აღმოჩნდნენ. ხო, ანუ ახლა თქვენ კაცებს მოგიტრიალდებით ახლა თათა და მე უკვე ბევრი ვისაუბრეთ. მოკეთ, კამათი იმასთან და სიცოცხლის ხელყოფა რომ არ შეიძლება, ამაზე სრული კონსენსუსი არსებობს, ხო? ანუ სიცოცხლის ხელყოფა არ შეიძლება. თქვათ, ჩვენ ანუ ორად არის გაყოფილი, თქვათ, აბორტის მომხრეების და აბორტის მომხრე ესეთი რამე არ არსებობს, ანუ აბორტის აკრძალვის მოწინააღმდეგეების და აბორტის აკრძალვის მომხრეთა აზრი, ხო? ანუ ერთნი ამბობენ რომ კონკრეტულად უნდა დავეზუსტოთ. ჩვენ ახლა თავისთავად ეს რომ სიცოცხლის ხელყოფა არ შეიძლება, რა თქმა უნდა, მაშინ ყველა დაგეთანხმებათ, მაგრამ რას ვუწოდებთ ჩვენ ცოცხალ არსებას და ცოცხალ ადამიანს? ანუ შესაბამისად ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ჩვენ კანონმდებლობაში ეს თავი დაანებო, კაცო, კანონმდებლობით ისიც იყო ახლა ცოლის გამრიცემა არ შეიძლება
მემკვიდრე კანონები ესეთიც არსებობს ახლა იმაში. არა, კანონი არის ადამიანის დაწერილი, ადამიანი ნაკლოვი არსება, შეიძლება შექმნას ნაკლოვანი კანონი. არის შესაბამისად საუბარი იმაზე, რომ ცოცხალი არსებად, მოკლედ და ჩანასახად, როდესაც უკვე არის ჩანასახი ჩამოყალიბებული ადამიანად და შესაბამისად მას აქვს ყველა ის ორგანო, რომელიც არის ადამიანად ჩამოსახი, ადამიანი მეც რომ გადის სხვადასხვა ეტაპი. არის ეს ახლა მე ბიოლოგი არა ვარ და შესაბამისად მე ბიოლოგი არა ვარ და ახლა ზუსტ დღეს და რიცხვს ვერ დაგისახელებთ ამისი და ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, მაგრამ გეუბნებით რომ აქ გასაგებია ეჯახება ორი ინტერესი ერთმანეთს. ამ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ ცოცხალი არსების ესევე ქალის ინტერესი უგულებელყოთ ჩანასახი პოტენციური ადამიანის, რომელიც ჯერ არ დაბადებულა იმისი ინტერესის ადამიანი არ დაბადებულა, ეს არის მთელი პრობლემა. 7 თვის ორსულის ნაყოფი არ არის დაბადებული ჯერ. ანუ ჩემი პოზიცია რომ 7 თვის ორსულის ნაყოფს კანონმდებლობა იცავს ყველა ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს ქვეყანაში. კანონმდებლობა საბჭოთა კავშირშიც არსებობდა კანონმდებლობა, ხო? ის კანონმდებლობაც ახლა ჩალოდა სხვათა შორის აბორტს და შესაბამისად იყო შავი ბაზარი აბორტების. 20-იანი წლები არა. ეს იყო სტალინის დროს აკრძალული მხოლოდ და მე არ იყო. 20-იან წლებში დაუშვეს საბჭოთა კავშირში აბორტი. ლიბერალური იყო საბჭოთა სტალინის პერიოდში აიკრძალა. არა, სტალინის პერიოდში აიკრძალა და შემდგომ ისევ ლეგალიზდა. ამას თავი დავანებოთ. ეხლა სხვა რამეზე ვკამათობ ჩვენ. ის რომ კანონი ცოტა ხანი გვერდზე გადავდოთ და ჩვენი ლოგიკით ვიმსჯელოთ. ჩვენი ლოგიკით ვიმსჯელოთ, იმიტომ რომ ხა კანონი ეგრე ერთი დაწერენ, მე მეორედ დაწერენ, მანამდე იყო რომ იმან თავისი დაწეროს. ეხა ბუსტებიანი პრეზერვატივების თემა იყო ეხა, ხო? ეხა ხვალ შეიძლება აღარ იყოს. ანუ გავანებოთ კანონს თავი. კანონს ამ შემთხვევაში ის კანონი, რომელსაც მე ვგულისხმობ, ეს არ არის კონკრეტულად მხოლოდ საქართველოს კანონი. ეს არის საერთაშორისო კონვენციების და საერთაშორისო სივრცის, ესე ვთქვათ, ჯანსაღი, რაზეც თანხდება ეს. გასაგებია, ჯანსაღის ხო პირობითი რაღაცა შეიძლება დღეს რაც ჯანსაღი გონია, ზეგ აღარ იყოს ხო ჯანსაღი. თქვენ რას ამბობთ, რომ ესე იგი დადგება ერთი მშვენიერი დღე, როდესაც ჩვენ გვეთ ვიფიქრებთ, რომ როდესაც კვერცხს ვჭამთ, მაშინ ქათამს ვჭამთ. ანუ დაახლოებით ამაზედაც, ანუ თუ კი თქვენ იძახით, რომ ჩანასახი ეს არის უკვე ადამიანი, ხო? ეს არის უკვე დამოუკიდებელი პიროვნება და ადამიანი და ჩანასახის 12 კვირამდე, ესე ვთქვათ, ჩანასახის მოცილება, რომელიც არის აბორტის არა, ვერ გავიგე რაზე კამათობთ, კაცო. გასაგებია, ესე იგი, არა, ვერ გავიგე. ცუდია აბორტის გაკეთება ერთმნიშვნელოვნად და ბუნებრივია რაღაც გარკვეული რეგულაციები შეიძლება არსებობდეს, რომ ხა თუ კი ძალადობის სრულყოფილია ქალი და თუ კი ნაყოფი უშლის ჯანმრთელობას ხელს და სიცოცხლისთვის სახიფათოა ქალისთვის ბუნებრივი ხა რეგულაციები და არსებობდეს და იდეაში კაცო რასიველურია და რა გაუნათლებლობა ადამიანმა უნდა ისწავლოს ხო რაღაცა თავის დაცვა თათამშვესანიშნავად ახსენა ეს სიტყვა კონდომის ხმარება ვირტუოზულად ან ნაკლებად ვირტუოზულად და კიდე მილიონი სხვა შესაძლებლობა არსებობს თათას და თქვენ მინდა რომ შეკითხვა მინდა მე დასმა მინდა რომ აცადა ქალბატონო თათა ეს საკითხი გაგზავნით არ მივდივართ არ ვსაუბრობ რაზე ვლაპარაკობთ? თათა ვერ გავიგე, შენი პოზიცია ვერ გავიგო. არა, საქმე იმაში არის, რომ მე ვამბობ, რომ აკრძალვით საკითხი კიდევ უფრო მეტად გართულდება. ამადლება მიცეთ, კონდომზე ველაპარაკობ. და მეც ვიტყვი თუ შეიძლება რომ განუმარტოთ. აბორტი არის ერთადერთი ალბათ ანუ არ ვიცი მე თითებზე ჩამოსათვლელი თემიდან სადაც მე ძალიან მიჭირს პოზიციის ჩამოყალიბება იმიტომ რომ ჩემთვის თათასთან განსხვავებით ვიღაცა ხალხის დაწერილი კანონები ამ შემთხვევაში არაფერს არ ნიშნავს ჩემთვის ჩანასახი არის ჩასახვიდან სიცოცხლე რა არის ჩანასახი მაშინ რომელი რა კატეგორიას მიეკუთვნება რამე იხნის კარტა კვიტია კვატია რამე ხო ადამიანია ხო ადამიანი არის ჩვეულებრივ რომელიც გადის განვითარების სხვადასხვა ეტაპებს შესაბამისად ჩემთვის ნებისმიერ შემთხვევაში ანუ ამ აბორტი და უკავშირდება ცოცხალი არსების მოკლას მართლა ანუ ბუნებით შეგნებით აი ესე მაგრამ ამავდროულად მე არ ვიძახი რომ ვერ ვიძახი უბრალოდ რომ აბორტი უნდა იკრძალოს ისევ იქიდან გამომდინარე რომ არსებობენ რაღაცა ინცესტის მსხვერპლები არსებობენ გაუპატიურების მსხვერპლები ასე შემდეგ მაგრამ ძალიან დაბნეული ვარ მე თვითონ ამ საკითხში იმიტომ რომ ისევ ვეჯახი იმიტომ არსად არ არიან და ეს დებატი მოდი ფილმებს იღებენ ჰოლივუდში იღებენ იქ იღებენ აქ იღებენ ასუხი არ არის ამაზე ესე მოახერხეთ, მაგრამ პარლამენტს მაინც გაკრეს საკმელი ესე ცოტა ცალი, არა არამშობს. ახლა პრინციპში მეც დაახლოებით აი დამონაზე პოზიციაც აქვს დაახლოებით იგივე მაქვს. აი იმიტომ რომ მეც ასე მგონია, ახლა მე არა ვარ ამაში რომ ვიტყვი სპეციალისტი ამ საქმის როგორც იტყვია ხოლმე, მაგრამ ნუ მეც ასე მგონია რომ ჩანასახი არის უკვე ჩანასახის მომენტიდანვე. ვერ ვიღებ იმას რომ ეს რაღაცა დრო ჭირდება და მანამდე რა არის მართლა ჩაისახება. არამედ სადა ადამიანია ხო? რამდენადაც მე ვიცი ეს თეორიაც არსებობს რომ
მანამდე ეს ჩასახვის მომენტიდანვე ადამიანები როგორც წესი აბორტის აკრძალვის მომხრეები ამაზე აპელირებენ რომ ეს კვლელობაა ნებისმიერ შემთხვევაში. თუმცა ზუსტად იმას ვამბობ, ვიცი უამრავი შემთხვევა, როდესაც ზოგჯერ უბრალოდ ისეთი იგივე ქალის შეფრთხილებას ეხება, რაღაცა სხვა სიტუაციებიც არის, როდესაც სრული აკრძალვის მომხრე ასეთიც არ აქვს. თუმცა საქართველოში აცებად იცით რა ესე როღიოთ საუბარი ძალიან იოლია საერთოდ არ გაითვალისწინებ გარკვეულ გამოცდილებებს. პოლონეთში მაგალითად ზუსტად იქნა შეზღუდული აბორტის უფლება, იმაზე რასაც თქვენ საუბრობთ. რომ თუ დაუშვათ ქალის ჯანმრთელობას უქმნის ეს პრობლემას, თუ ჩანასახი არის პრობლემური, მაშინ იყოს ნებადართული აბორტი, ასევე გაუპატიურების შემთხვევაში, მაგრამ სხვა შემთხვევაში იყოს აკრძალული. შედეგი რამე ვიღეთ, გაჩნდა შავი ბაზარი, სადაც ქალები ისევ იკეთებენ აბორტს. ამ შავი ბაზარის შემთხვევაში არახიგიენურ პროცესებში გაჩნდა აბორტის ტურიზმი, ანუ შესაბამისად პოლონეთის მოქალაქეები მიდიან უკრაინაში და იქ იკეთებენ აბორტს ამ შემთხვევაში და ამან თქვა სარგებელი არაფერი არ მოიტანა. ანუ აღმოჩნდა რომ მოსახლეობის იგივე რაოდენობა დაახლოებით საშუალოდ 100,000 ადამიანი დაახლოებით იკეთებს წელიწადში ისევ აბორტს, როგორც ეს იყო მანამდე. აბორტის დასწავლამდე. ანუ ეს გამოდის და ამას დაემატა ის სოციალური პრობლემაც რომ ესე იგი აი ამ სამშობიაროში დატოვებული უპატრონო ბავშვების რიცხვი წელიწადში არის გასამაგებული, ვიდრე ეს იყო 1993 წლამდე, ვიდრე ეს კანონმდებლობა მოხდებოდა. იცით რა არის? არ ჯობია რა თვალსაზრისით. თქვენ გამოდის რომ ქალის ორგანიზმს ამ შემთხვევაში იყენებთ საშუალებად იმისათვის, რათა დემოგრაფიული ფონდი გამრავლდეს. საშუალებად თორე გამოვიყენებდი კაცის ორგანიზმს, კი ბატონო. არა, ნუ იცით რა არის? ეს არ შეიძლება მისი ნების საწინააღმდეგოს თუ ქალს არ უნდა ბავშვის გაჩენა, ესე ვთქვათ, მარტო იმიტომ რომ შემთხვევითი ორსულობა დადგას რაღაცა გაცნობიერება არ არის დაუგეგმავი ორსულობა. ეს არ არის, ესე ვთქვათ, ეთიკური დამოკიდებულება ქალისადმი, როგორც ადამიანისადმი, იმიტომ რომ ადამიანი უნდა განიხილო როგორც მიზანი და არა როგორც საშუალება. ეს არის თავისი ეთიკური პრინციპი. და შესაბამისად, აბორტი ეს არის ქალის უფლებრივი საკითხი. ანუ შეიძლება მან ეს უფლება ცხოვრებაში არასდროს არ გამოიყენოს. მე მაგალითად ეს უფლება არ გამომიყენებია ცხოვრებაში, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრობდე საზოგადოებაში, სადაც ვიცი, რომ ჰიპოთეტურად ეს უფლება მაქვს. ანუ აი ეს არ არის საზოგადოებაში ცხოვრება, სადაც ვიცით, რომ სიცოცხლეს პატივს სცემენ? არა, სიცოცხლეს ასეც სცემენ პატივს და ისეც სცემენ პატივს რა. ანუ რატო გგონიათ რომ თქვენ დაუშვათ ამ შემთხვევაში მე როდესაც ვიცახი რომ აბორტის უფლება ეს არის ქალის უფლება და ეს უნდა იყოს სიცოცხლეს არ სცემ პატივს. ის სხვა საკითხია, მე პირადად რაც შემექვა და რაც გადახდება, რაც გამოვიდა სიცოცხლეთ, ხო? ანუ ამაზე მე ვიძახი რომ 12 მაგრამ იქნებ დაუგეგმავი ორსულობის შედეგად დაიბადა მოცარტი დაიბადა უკაცრავად ერთი წუთი 12 კვირამდე უნდა ქალს კონდეს იმისი უფლება, მე უფლებრივ საკითხს ვსაუბრობ და არა იმაზე, მე პირადად სიცოცხლე რა მიმაჩნია. ქალს უნდა კონდეს იმისი უფლება, რომ მან თუ კი არ სურს გააჩინოს ბავშვი, მაშინ ესე ვთქვათ ეს ჩანასახი მოიშოროს. ერთი წუთით, ამ შემთხვევაში რასთან მოდიხარ, იცი წინამორბედობაში არსებობს ქალის უფლება, რაღაცა თავისი ორგანიზმი როგორც არის და არსებობს სიცოცხლის უფლება, ხო? ჩვენ თუ არ ჩამოვყალიბდებით იმაზე პირველ რიგში, ვერ გადაწყდება ეს დავა, სანამ არ ჩამოვყალიბდებით იმაზე, როდიდან არის ჩანასახი სიცოცხლე. თათა, ხო, ამიტომაც არის ეს დავა, ხო, გასაგებია. განსხვავებით, თქვათ, აბორტის აკრძალვის მომხრეებისგან, რომლებიც ამბობენ ცალსახა პასუხი აქვთ მაგათ, რომ ჩანასახიდანვე სიცოცხლეა და თქვათ ეს ყველაზე გამართული ის არის. ესენი, თქვათ, იგივე აბორტის აკრძალვის მოწინააღმდეგეები ამბობენ, ვერ თანხმდებიან ამაზე. ზოგი ამბობს 12 კვირას, ზოგი ამბობს 18 კვირას. ყველაზე თანმიმდევრული მაინც ის არის, რა ქვია. ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ სანამ ქალის ხელშია, მანამდე ის არის. ყველა სასტიკია, ოღონდ ყველაზე გამართული ლოგიკურად რა, რომ კაი, სანამ ქალის ხელშია, მანამდე ის ქალის ხეულია და არ შეეხო ჩემს ხელს თუ როგორი კამპანია იყო, აღარ მახსოვს, მაგრამ ამ შემთხვევაში თათა აკრძალვაზე არ ვსაუბრობთ, მე პრინციპში აქ მინდოდა მე იმაზე მესაუბრა, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოში სტატისტიკა გაუმჯობესდეს ამ კუთხით და ადამიანებმა ის რომ გოგოებს არ უნდა იშორებდნენ სელექციური აბორტის გზით და რა უნდა გაკეთდეს, აქ არის ძალიან მარტივი და იცით რა არის, მე როდესაც ვსაუბრობ იმაზე, რომ აბორტის უფლება უნდა გააკონტროლოს, ეგ როგორ უნდა გააკონტროლოს, თუ კი აბორტს ვერ აკონტროლებს, ეს რომ მე ძალიან მომწონს ეს სტატისტიკა, რომელიც თუ კი აბორტს ვერ აკონტროლებ და წავა იატაკქვეშეთში, ხო, ცხადია და გაცილებით უფრო დიდი მსხვერპლია. როგორ უნდა გააკონტროლო მაშინ სელექციური აბორტები რო აკრძალო?
არა, სელექციური აბორტების ამ შემთხვევაში ჩვენ სხვათა შორის რეკომენდაციებს იატაკქვეშეთი ვღებულობთ ეხოსკოპიები ამის არ შესახებ მოსულა? საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და შარშან ზუსტად 1 წლის წინ მოვიდა გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაციისგან რეკომენდაცია, სადაც აი ეს ულტრასონოგრაფიის საშუალებით სქესის დადგენა, ესე ვთქვათ, ცალსახად გვაძლევენ რეკომენდაციას, რომ ეს შეიზღუდოს, ეს რაღაცა შეიზღუდოს და ლოგიკას 12 ხო, შენ ამბობ, რომ აბორტი საკრძალვა, აბორტს გაუშვებს იატაკქვეშეთში და მე გეთანხმები, იმიტომ რომ ისტორია გამოცდილება ამას ადასტურებს და ჩვენ ეს ესეა. მაგრამ ამავდროულად ემხრობი იმას, რომ სონოგრაფია, ანუ ეკოსკოპია აიკრძალოს და სქესის დადგენა და თუ კი ის წავა იატაკქვეშეთში, ეს რატო არ წავა იატაკქვეშეთში? არა, იცით რა შესაქმე აბორტი დაუშვათ რა იყო ის იგივე, აი ამ საბჭოთა კავშირის დროს 80-იან წლებში ლეგალური, მაგრამ ადამიანებს არ ქონდათ სქესის დადგენის საშუალება. ამიტომ ამ შემთხვევაში ისინი უბრალოდ ბავშვი უნდოდათ ან არ უნდოდათ და სქესის გამო მას არ იშორებდნენ საშუალება. იატაკქვეშ დავდგავ იმას, რა ქვია? ნო, ახლა იცით რა არის, შესაბამისად სახელმწიფო იმიტომ უნდა იყოს და იმიტომ უნდა ესე ვთქვათ იქონიოს მექანიზმები, რომ ადეკვატურად მოახდინოს არ მიუხედავად იმ წინამდებობაში მოდიხარ საკუთარ თავთან, მე ჩემი დაკვირვებით ეხლა არ მომდივა სახელმწიფო ვერ გააკონტროლებს იმას, რომ აბორტი არ გაიგეთონ ქალებმა და ეს ყველაფერი წავა იატაკქვეშეთში და დასრულდება ქალების მსხვერპლით საბოლოო ჯამში როგორც ხდებოდა? არა, ამის თავარ მიზეზი. არა, მაგრამ ნუ ერთ-ერთი შედეგი, რომელიც შეიძლება დადგეს მე ვიძახი. შეიძლება დადგეს, მაგრამ ამავდროულად კიდე სელექციური აბორტების შეზღუდვის გზით სქესის დადგენის აკრძალვა, რომელსაც სახელმწიფო ზუსტად ისევე ვერ გააკონტროლებს და ისევე წავა იატაკქვეშეთში. ამას არის მარტო ეს ერთი გზა არ არის. საქმეც მაგაშია. მეორე მხრივ არის ცნობიერების ამაღლება მოსახლეობაში, რომელსაც შესაძლოა უნდა უთხრა, რომ მისი გოგონაც ისეთივე შვია და ისეთივე სრულფასოვანი წერია ოჯახის როგორც ვაჟი. აი მაგითი რომ დაგვეწყო ალბათ უკეთეს იქნებოდა, იმიტომ რომ მე არ ვთვლი რომ ამ შემთხვევაში აი ესეთი შეზღუდვები, თქვათ რაღაცთან დაგვარდება. არის აქ მექანიზმებიც, იმიტომ რომ დაუშვათ იმ რისკზე, რასაც ქვია დაუშვათ უკანონო ან კანონის დარღვევა, იმდენი ადამიანი არ წავა, როგორც დაუშვათ სქესის დადგენის ან სელექციური აბორტის მსურველი, იმდენი ადამიანია, ასე ვთქვათ, არ წავა ამ რისკზე და ასევე შესაბამისად ამდენივე გინეკოლოგი არ წავა ამ რისკზე და შესაბამისად სტატისტიკა შეიცვლება რა, ნუ არის ამ შემთხვევაში რეგულაცია. გასაგებია, კარგი, ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილი ამით სრულდება, მესამე ნაწილში დავბრუნდებით და პანკზე ვისაუბრებთ, პანკზე როგორც სუბკულტურაზე, როგორც აქტივიზმზე და როგორც მუსიკალური ჟანრზე. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. ჩვენი გადაცემის მესამე ნაწილი დაიწყო. მესამე ნაწილის თემა არის პანკი, როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება ციხიდან გამოეშვა პანკ ჯგუფის Pussy Riot-ის წევრები, რომელთა საქმეც აგერ უკვე თითქმის წელიწად ნახევარია მთელი რაღაცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ლაშა, როგორ ფიქრობ, რას უკავშირდება პუტინის ეს გადაწყვეტილება? აღარ კაცო. რას უკავშირდება? როგორ ფიქრობ, ესეთი პუტინის მობიერ ადამიანად გარდაიქმნა თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება? არა, ნუ ეხლა არ ვიცი, ეხლა ეს ისეთი სერიოზული თემაა, მართლა რომ გითხრა, პროდიუსერმა არ გამაფრთხილა რომ ამ თემაზე ზუსტად მესაუბრა, მაგრამ ნუ ეხლა ნუ ალბათ გარკვეული ბიზნესებია. ოლიმპიადა? ნუ არ ვიცი, მე სამი პოლიტიკოს მათვას. პოლიტიკა არ ვიცი. რა თქმა უნდა, პუტინი ცდილობს ჩვენ კიდე აბორტის თემების საბედნიერო. მითუმეტ აბორტის თემა ძიმე ამბავი იყო. ერთი შეკითხვაც მინდოდა მე ხო, კაი, აბორტის გადაცემის ვერ ელაპარაკეთ აბორტზე კაცო რა. ეხლა გასაგებია რომ ოლიმპიადა, სოჩის ოლიმპიადა პუტინისთვის ბევრი ის აქვს, დიდი ფსონი აქვს ამ ოლიმპიადაზე დადებული, უნდა თავი წარმოაჩინოს ძალიან ცივილიზებულად, ძალიან რაღაც ისეთ პიროვნებად, სადაც ესეთი დიდი სპორტული რაღაცა ასპარეზობა იმართება და ის რომ წაეწყო ერთმანეთს რომ ბევრი ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა თქვეს რომ ისინი არ ჩავლენ პირადად არ დაესწრებიან გახსნის ცერემონიალს, იმიტომ რომ რუსეთში ირღვევა ადამიანის უფლებები და უამრავი ფაქტი იქნება მოყვანილი. ნუ რაღაცნაირად გონია რომ აი ამის საპასუხო ის არის. იგივე ხადარკოვსკის გაშომა, რომელსაც რამდენიმე თვე ქონდა უკვე დარჩენილი, 10 წელი იჯდა აქამდე თუ მეტი.
იგივე ამ ფუსირაიოტის გაშვებაც არის ეს აი უფრო ეს რომ აი აჩვენებს რომ აი მეც რაღაცაზე წავედი. და ეხლა ძალიან კარგი, ანუ საქართველოს რომ მიიღო თავის დროზე გადაწყვეტილება ბოიკოტირება, მარტო არ იქნებოდა იმიტომ რომ ეს იყო ზუსტად თავარი. არ გვინდას პოლიტიკური ზამაზე. იმიტომ რომ იმ ქვეყნებს არ ვთქვათ რომ სპორტსმენები არ მიიღებენ მონაწილეობას. იქ თქვენს პრეზიდენტმა თქვა, ვიღაც პრემიერ-მინისტრმა თქვა სახელმწიფოზე თვითონ არ წავა. ანუ სახელმწიფოს ჩვენი სახელმწიფოს უმაღლესი პირებიც არაპირებენ წასვლას. კი, ამის შესახებ გავიგეთ ცოტა ხნის წინ. რაღაც ნახოთ თუ საქართველოს ინტერესებისთვის კარგი იქნება ეს მაგ შემთხვევაში წავალთ ესეთი განცხადება. სპორტსმენების წასვლა კიდე ცალკე საკითხია. სოჩის ოლიმპიადაზე ალბათ მომიწევს გადაცემის გაკეთება, ვერ ავწდები. ამიტომ ისე ბატონგიასთან გადავკითხვით, ღვთისმშობელო განდევნე პუტინი, აი ესეთი ლოცვა აღავლინეს მაცხოვრის ტაძარში ამ ქალბატონებმა, რომლებიც თავს პანკებს უწოდებენ. რაღაც არ დაჯგუფებაა კიდე უფრო ფართო სპექტრი აქვს მაგათ მოქმედების, მაგრამ მე მაინც მგონია რომ ოლიმპიადას დაემთხოდა თუ არ დაემთხვეოდა, მაინც გამოუშვებდნენ. და არ მგონია რომ მათი დაჭერა იყო გათვლილი. თუნდაც და მათი დასჯა საერთოდ არ იყო განპირობებული ჩემი აზრით, იმიტომ რომ ისინი შევარდნენ ეკლესიაში და პუტინი ლამძღეს და აგინეს. უბრალოდ ეს იყო ესეთი რაღაცები, აი დასავლეთშიც ხშირად ხდებოდა 60-იან 70-იან წლებში. როდესაც ხდებოდა, ხო სამაგალითო დასჯა ვინმესე, ანუ ახლა ცნობილ ფაქტს გეტყვით რომ 67 წელს თუ 6 წელს მიგ ჯაგერი დაიჭირეს მარიხუანის შენახევისთვის კეტრიცასთან ერთად და მისეს არნახული სასჯელი, რაც თავიდან გამოუტანეს 3 წელი, როცა არასდროს არავინ 3 თვეზე მეტი არ დასჯილა მაშინ. რა თქმა უნდა, შემდგომში ადვოკატებმა გაასაჭირეს აქეთ-იქით და უბრალოდ ეს იყო ესეთი პრეცედენტები ხდება, იმიტომ რომ სხვებმა დაინახონ მაგალითად რომ ამის გამო შეიძლება ძალიან სერიოზულად დაესაჯნონ. ჩემი აზრით მათი დაჭერა მაშინვე იყო მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ განპირობებული და უფრო მეტიც ახლა მე არ მინდა რაღაც ისე წარმოვადგინოთ ჩემი თავი, მაგრამ მეახლოებით მე მაშინვე ვთქვი რომ ერთ წელიწადზე დიდი ხანი ეს გოგოები ციხეში არ იჯდებიან. კი, მაგრამ მეორე მხრივ რა გამოვიდა? აჰა, მოგინდა ლაპარაკი, მიდი. რა გამახსენდა, იმიტომ რომ ალბათ ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესო იქნება ეს თვითონ პუტინის თავარი იდეოლოგიის საყრდენი, ხო? ბუნებრივია აი მართლმადიდებლური ეკლესია დღევანდელი, რომელიც არის პრინციპში ამ პოლიტიკის ნაწილი, ხო? ეს ეხლა არ დაწყებულა. თვითონ სხვა შორის ნაშის მიერ, აი სურკოვის მიერ ორგანიზებული ეს იდეოლოგიზირებული პატრიოტული ორგანიზაცია ნაში, აი ამ ჯგუფმაც მოაწყო რამდენიმე წლის წინ საკმაოდ დიდი აუტოდაფე მოუწყო ვლადიმერ საროკის რომანისათვის ცისფერი ქონი, სადაც ასევე იყო აი ეს სახელმწიფოსა და ეკლესიის აი ესეთი კვაზი პრინციპში ძალიან მახინჯი ურთიერთობა. და მაშინაც ეს წიგნები, სხვა შორის ეს 10 წლის წინანდელი ამბები დაწვეს აი ამ ნაშის ორგანიზაციის წევრებმა. ასევე იყო პეტერბურგში სხვადასხვა შორის აქცია იყო მოწყობილი მხატვრების მიერ, სადაც აი პეტერბურგის ხიდები, ცნობილი ხიდები რო იხსნებოდა, იქ რაღაცა პრინციპში აი ესეთი სახელმწიფოსა და ეკლესიის თანაარსებობის ესეთი არტ აქცია მოაწვეს, სადაც ეს ქონდა რაღაცა ესეთი ერექციის ეფექტი შექმნა ამან, ანუ ერექცია პრინციპში აი ამ დაიმპოტენტებული სახელმწიფოს პირობებში, რაღაც იდეა ასეთი იყო, შეიძლება რაღაცერად მე ზუსტად ვერ ვხსნი. ანუ ეს კარგი ხნის განმავლობაში, ანუ როდესაც თავარ ღერს უტყავს რაღაცა რეაქცია, რაზეც ემყნობა და რაზეც დგას დღევანდელი რუსული სახელმწიფო და ეს უჩვენს ახალი ამბავი არ არის. აი ნიკოლოზ პირველი და მე-19 საუკუნე ვახსენეთ, ხო ნიკოლოზ პირველის ცნობილი ფრაზა იყო, ერთგვარი იდიომა, რომელზედაც დაემყნო მისი პოლიტიკა, ხო? православие, самодержавие, народность. ესე იგი, მართლმადიდებლობა, თვითმპყრობელობა და სახალხოობა. აი ეს ელემენტი, ამ ელემენტის ასე ვთქვათ რეკონსტრუირებასაც ცდილობს, ხო? პუტინი თავის დავაცხადია, ამიტომ რეაქციაც შესაბამისად იყო ყველაზე მძაფრი, ხო, ნუ ხო, მე მგონი რაღაც აურის დათქვამია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ შემთხვევაში სწორედ როგორც კი დაუპირისპირდა აი ამ თავარ საყრდენს დღევანდელი რუსეთისას, ბუნებრივია მიეცა რადიკალური რეაქცია. თუმცა მანამდე ბევრი შემთხვევა მახსენდება. ეს ნადეჟდა თვითონ არის ვაინა კიდე მეორე ჯგუფია, რომლის წევრიც არის და FSB-საც დაუპირისპირდა. საროკინის ამბავი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს რომანი უკაცრავად, ხო? მე თუ სწორად მახსოვს, აი ეს პერფორმანსი რაც მათ მოაწყვეს და რის გამოც ესეთი თერმისოფლიოს იყო შეთანხმებული, რომ არაადეკვატური
პროკურატურად დიდი სასჯელი მიიღეს. სამაგალითოდ დასჯა იყო და თუ არ ვწდები ეს იყო ხრამ ქრისტეს სპასიცელი რო ეს. მეორე ხა ერთი წელი ციხეში ყოფნა რა არის მასთან შედარებით რაც ამათ მოიპოვეს ხო საბოლოო ჯამში მადონადან დაწყებული თუ კი ვინმე ვარსკვლავი არსებობს ყველა მხარდაჭერა გამოხატა და რამდენად გამოდგება ეს მაგალითად ხვის. დავთავრებ რა. სადაც მათ მოაწყვეს ეს ხრამ ქრისტეს სპასიცელი რაცა რომელიც თავის დროზე ბოლშევიკებმა დაანგრიეს მე მოხდა მისი აღორძინება თვითონ ეს ეკლესია მე მაქვს სტალინის დროს დაინგრა სტალინის ნამყოფი ვარ 2002 წელს ვიყავი მოსკოვში პუბლიცია ჩასვლა და ეს არ არის აი ჩვეულებრივ ეკლესიაში შედიხარ და ტაძარში ჯერ ერთი არის მეტალოდეტექტორები და დაცვა დგას იქ შეგვდა შეიპარო ეს არის აი ტიპიური სახელმწიფო იმპერიის განსახიერება ეს თვითონ ეს იმდენად რელიგიური სიმბოლოა სახელმწიფო ჩვენ მორწმუნეები შეურაცხყოფ არ გვეფიქრია ჩვენ სახელმწიფოს დაუკავებთ ეს არის თლიანად აბსოლუტურად რატო იყო ეს პერფორმანსი ესეთი რეზონანსული ხო იმიტომ რომ არსობრივად გამოხატავდა და დაუპირისპირდა სწორედ აი ამ დღევანდელი რუსული სახელმწიფოებრიობის არსს ხო როდესაც აი ამ ეკლესიის და სახელმწიფოს ასე ვთქვათ თანამშრომლობის გამოხატულების ძალიან კარგი ადგილი იყო სწორედ ეს გარეგნული მხარეც ახლა რომელიც თქვენ ესე კარგად აღწერეს და თვითონ ხო რომ ანუ ღმერთს შესთხოვ პუტინის დღეგრძელობას ანუ იმის იყო ძალიან დიდი ირონიულობა ძალიან დიდი გროტესკი ფაქტობრივად იმ პოლიტიკური მოცემულობისა და ამიტომ ქონდა ამას ესეთი დიდი გამოძახილი და ამიტომაც მოყვა ამას ფაქტობრივად ესეთი დაიჭერა იმიტომ რომ არ დაგსაჯოთო ყველა უნდა რომ არადეკვატურად დიდი სასჯელია არაპროპორციული სასჯელია ყველაზე რაც თქვენ ყველაზე მეტად ამით მაინც შეიძლება ახლა ცოტა ესე ცინიკურად გამომიდეს მაგრამ იხეირეს სწორედ ამ პოსი რაიოტის გოგონებმა ის თუ რამხელა რეზონანსი მოყვა სოფლიოში ამას ეს კიდევ ერთხელ მეტყოლებს რომ აი ამ კუთხით როგორ არის ყველაფერი ეს განაცისფრებული აი ეს არის შემისადი ჩვენ ხა ძალიან ბევრს ლაპარაკობთ ამ დასავლეთის რაღაცა გაფეტიშებულ მდგომარეობაა თითქმის დასავლეთში ხო ჩვენთან აი ეს კიდევ ერთხელ მეტყოლებს იმაზე თუ აი ამ კუთხით რასაც ქვია არ მიდაპტყელი სიტყვა გამომიდეს მაგრამ აი რასაც ქვია ეს რაღაც არაკონფორმისტული მდგომარეობა კულტურის ხელოვნების საზოგადოების ამხელა კრიზისია დასავლეთში როდესაც ფაქტიურად საკმაოდ უმნიშვნელო მომენტი რაც მოხდა ეს პოსტის გამოსვლა ლამის ნუ ვისაც არ დაეზარა ყველამ თავისაზე გამოთქვა უფრო მეტიც დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს რომელიც ოსკარზეა წარდგენილი ახლა იმიტომ რომ პუსი რაიოძეა გადაღებული მეორე საკითხი რომ რახან გამოუშვეს ოსკარს ალბათ აღარც მის და მეორე მხრივ ახლა მან ხო იმაზეც არის საუბარი რომ ამ შემთხვევაში რატო არის ეს კრიზისის მაჩვენებელი აი კრიზისის მაჩვენებელი რატო არის ბაცადოთ რატო კრიზისის მაჩვენებელი რატო არის ეს დასავლეთში კრიზისი რა გეტყვით იმიტომ რომ საერთოდ თუ ახლა თუ კონკრეტულად ლაპარაკობს პუსი რაიოძე და ის თუ რა კულტურის კონტექსტში არიან ეს ნოყაც პანკულტურა რომელიც მთლიანად არის აგებული წინააღმდეგობაზე ანუ მთლიანად არის აღებული ეჭქვეშ დაყენების იმ ფასიოლობების რომელიც გაბატონებული და გაფეტიშებული ფასიოლობებია ხო ეხლა როდესაც არც არის მინისტრი აი მაგალითად დედოფლის ინსტიტუტი ну ვერავინ ვერ გაბედავდა იმის სიმღერას რაც იმღერეს 77 წელს რომ ღმერთი ეხმარებოდა დედოფალს და ფაშისტურ რეჟიმს და ის ასრულებს თელ ნაციას და მის ვერცხლის იუბილეზე თქვეს ეს აქ ლაპარაკი იმაზე კი არ არის დაიჭირეს კიდეც ხო დაიჭირეს გადაახადენების ჯარიმა და გამოსვლა აქ ლაპარაკი კი არ არის რომ ეს ხალხი წინააღმდეგია კატეგორიული მონარქიის ისინი ეჭქვეშ აყენებენ ამ იმ ფასეულობას რა ფასეულობის მატარებელიც იყო მონარქია ინგლისში და დღემდე აყენებენ. იგივე არის რელიგიასთან მიმართებაში, იგივეა მემარცხენეებთან და მემარჯვენე და აი ის რაზეც გაიზარდა თუნდაც საუკუნეების მანძილზე, თუნდაც ბრიტანული საზოგადოება. ამის ეჭქვეშ დაყენება შეიძლება და დღეს არავინ არაფერს არ აწინააღმდეგება. ყველაფერი კარგად იცის. ის რომ ომია დაუშვათ ახლო აღმოსავლეთში, ყველა ის რომ ცუდია, მაგრამ ნუ რა ვქნათ ეს სჭირდება მომავალს. ანუ არავით არ ესეთი წინააღმდეგობა და არანაირი პროტესტი საერთოდ არაფრის მიმართ აღარ გამოიხატება. ყველაფერი იცის და ყველაფერი არის კონტროლირებადი. ერთ ესეთ მაგალითს ვიტყვი უბრალოდ. აი ის რასაც ბედავდა ადრე ხალხი, რასაც დღეს ვერ გაბედავს. ერიკ კლაპტონის სახელი ყველა მიცის, ხო, არანაირი პანკი არ არის. ერიკ კლაპტონი გამოსულია 77 წელს, მე სიტყვასიტყვით შემიძლია მოვიტანო ეს ფრაზა. და კონცერტის წინ თქვა რომ მომავალ არჩევნებზე მე ხმას ვაძლევ, მაშინ იყო ზედი მემარჯვენე ნაციონალისტი ინაკი პაუელი. და მე ხმას ვაძლევ ამ ადამიანს, იმიტომ რომ მე მომწონს მისი გზა, რომელიც ეწინააღმდეგება ყოფილი კოლონიებით ესეთი მასობრივად ჩასახლებას ბრიტანეთში. დღეს ვინმე გაბედავს ამის თქმას, ხო ვერავინ ვერ გაბედავს, ვერც გაივლებს თავში. ერთი შეხედვით ძალიან კარგია რომ ვერ გაივლებს, მაგრამ დაიკარგა აი ეს
წინააღმდეგობა, ეს შეჯახება და ეს რაღაც ძაფრი ხალხი რომლის შედეგადაც რაღაცები ხდება. მე მაგალითად ბოდი შემემახსენდება უკაცრავად და გვინტერ გრასის 2 წლის წინანდელი პოემა, რასაც ძალიან დიდი სკანდალი მოყვა, სადაც მან დაგმო ისრაელის ხელისუფლება ნეთანიაჰუ, სადაც თქვა რომ ანტი-ირანული კამპანიის გამო რომ ჩვენო ევროპაშიო წყალში ჩაგვებული გვაქვს პირში წყალი და ვერ ვლაპარაკობთ რომ ისრაელის პოლიტიკა არის აგრესიული, იმიტომ რომ დაკომპლექსებულები ვარ და ამის შესახებ უნდა ვილაპარაკოთ. გვინტერ გრასმა დაწერა და მოყვა საშინელი. იმდენად რომ მე მგონი გვინტერ გრასი გამოაცხადეს კიდეც ესაში პერსონა ნონ გრატად. და სალმან რუშდი გამოეხმაურა შემდეგ მას და დაიწყო. შეგვიძლია თქვა რომ ეს განაცხადა ხო და კიდე იქ კიდე სპეციფიური შემთხვევაა. მაგრამ სხვა რაღაცა შესაძლებელი. ამ ხელა სკანდალი. მაშინ ესეთ განცხადებებზე არ ხდებოდა ელემენტარულად. მაშინ ეს ითვლებოდა ნორმალურად. რაც არ უნდა მიუღებელი აზროვნება ყოფილიყო გეოპოლიტიკაში. ამაშია საქმე. ერთი მხრივ გახდა. რომ ეს მაგალითი ხა რომელიც მოიყვანა კლაპტონის ხო იმ განაცხადში არ არის დაუშვათ რაღაცა პროგრესული ღირებულებების მხარდაჭერა. მოდი ესე ვთქვათ, ამ პროგრესული ღირებულებების რაღაც ასოციაცია. არა, ნუ ეს მოდი ჩვენ სხვანაირად ჩვენ რაღაცა ბანკის კონტექსტში ამაში არ არის. ჰუმანისტური მესიჯი კონიუნქტურის მიღმა იყო. კი, კონიუნქტურის მიღმა იყო, პოლიტიკური კონიუნქტურის მიღმა იყო, ნამდვილად და პოლიტკორექტულობის მიღმაც იყო ალბათ, მაგრამ მეორე არის რომ ამაში არანაირი ჰუმანისტური მესიჯი არ არის რომ ამბობ რომ ესე იგი რაც ყოფილი კოლონიებიდან ადამიანების ამ ყველაფერს ხო ვიღაცისთვის მაშინ არ არის არანაირი პროგრესული მესიჯი ფუქუსი რაეტის ექსტრემისტული ფემინიზმში მაგალითად. არა, როგორ არ არის შუაში ძალიან შეიძლება ესე ვთქვათ არასაკუთარი გემოვნების საკუთარი გემოვნების მიხედვით ან პოლიტიკური გემოვნების მიხედვით ან არის უყურებ ამას ჩემი აზრით. არის რაღაც ფასოლების პაკეტი რომლის წინააღმდეგ არ შეიძლება რაფრის თქმა. ამაშია საქმე მეტი არაფერში. და როდესაც ნახეს პუსერედის შემთხვევა რაღაც ინტრიგა მიიღო ყველა. უფრო მეტიც მე შემიძლია დავასახლო, მაგრამ ესეთი ბენდი ყველამდის Radiohead-ი, რომელიც საერთოდ არ აცხადებს არაფერს ესეთ შემთხვევაში განაცხადს არ აკეთებს და მიაჩნია სწორედ კონიუნქტურულად ეს რაც იყო ამ შემთხვევაში და ბოლოს რაღაც მახსოვს ეს იყო აგვისტოში თუ სექტემბერში აიძულეს რომ მათაც თავის აზრი გამოეთქვა ამაზე. ის მეტიც არის აგებთ რომ ეს გონები პრინციპში იჯდნენ ციხეში. 3 წლით ჩასვეს თუ 4 წლით ციხეში იჯდნენ და მათ მიმართ თან მithumetes ისხდნენ ციხეში იმ ქვეყანაში რომელიც არ არის ბრიტანეთი სამართლიანი სასამართლო უზრუნველყოფილი ვერ ექნებოდათ ნორმალური პირობებით ციხეში ვერ ექნებოდათ უზრუნველყოფილი და ამანაც გამოიწვია გარკვეულწილად აი ეს რაღაცა ფართო მხარდაჭერა იმიტომ რომ ერთია როდესაც ხულიგნობისთვის გასამართლებენ ბრიტანეთში სადაც ბრიტანელი მოსამართლემ უნდა გამოგიტანოს განაჩენი და ცივილიზებული სამყარო წყნარად არის, იმიტომ რომ ჯერა ბრიტანელი მოსამართლის და მეორეა, როდესაც რუსეთში გასამართლებენ, ხო? ანუ სხვადასხვა კონტექსტში მოხდა ეს ყველაფერი და ამიტომაც გახდა მე მგონი უფრო ყურადღების მისაქცევი. მათი უფლებები დადგა ეს. ჩვენ ახლა უყურებთ ცოტა ზოგადი კონტექსტიდან. თუ იმ კონტექსტში შევხედავთ რა კონტექსტში ეს გოგოები მოღვაწეობდნენ, მათი ციხეში მოხვედრა ის ხო მათი მიზანი, მოდი ასე ვთქვათ რა. ეს გოგოები რო ციხეში არ მოხვედრილიყვნენ, მთელი მათი აქცია ყოველგვარ რაზ და ფასოლობას კარგავს. საერთოდ. ხო, ჩვენ ქონდა საშუალება. რა კონტექსტიდანაც ეს გოგოები მუშაობენ, ხო? ანუ ეს არის რაღაც უკიდურესი გამოხატვის ფორმა, რომელიც უნდა დაისაჯოს სასტიკად. მე ვფიქრობ, ხო, ჩვენ ქონდა ერთ-ერთთან ინტერვიუ, ლექსო იცნობს ხო შვირს ერთ-ერთი წევს და ლექსოს ქონდა ინტერვიუ და ტაბულაში მომენტი არის ყურადღების მიქცევა უფრო უნდათ. კი, ისინი მოელოდნენ ცხადია რომ რაღაცა დაიჯდებოდნენ. ციხეში ჩაჯდომა არის ყოველთვის უნდა ყურადღების მიქცევა, ამიტომაც არის არტისტი არა და ამიტომაც არის ჩაჯდომა და ეთიკურით ჩაჯდომა თუნდაც 30 დღე სხვა რაღაცა. ხო 2 წელი ჩაჯდომა ძალიან დიდი ძირესაჯელი იყო. ცივილიზებულ ქვეყანაში ხო გასაგებია შესაძლებელი იქნებოდა რაღაცა იგივე საკითხი ყოფილიყო რომ და გაესამართლებიათ, მაგრამ და ჯარიმას გადაახტევინებდნენ რაღაცა მსგავს და არავინ ამის გამო ერთი წელი არა ხა ესეთი რაღაცები ხდება იგივე დანიაში ცნობილი კარიკატურების თემა და ასე შემდეგ ანუ შეხდება შეიძლება ადამიანის რელიგიურ გნობებსაც შეეხო შეიძლება ის და ნუ ქვეყნების მიხედვით რეგულირდება ხა გვახსოვს უფრო ადრეული შემთხვევებით როდესაც იგივე რელიგიური გნობა ბაზე გათვლილი ასე ვთქვათ. ზო პანკს რა დაუბრუნდეთ ისე ზოგადად პანკსთან ვამბობ. აი ამ კონტექსტში არის. ეხლა ეს რო გაეკეთებინა ვიღაც ანდრეი მაკარევიჩს, ეს არის სხვა კონტექსტი. ანუ შენ ამბობ პანკი მუსიკაზე მეტად არის აქტივიზმი? რა თქმა უნდა, პანკი არ არის მარტო მუსიკა, პანკი არის ყველაფერში. არის კინემატოგრაფში, ლიტერატურაში და ყველგან. რაც ჩემი აზრით, რაც მოდის ბოლო 35 წელი ვერავინ თუ ვინმე რამეს აკეთებს ირიბად მაინც ამას ვერ ასწავლებთ. იმიტომ რომ თავარი კონტექსტი რა არის ამაში, რომ შენ
შენი იდეის გამო შეიძლება მთლიანად გაწირო შენი ელემენტარული კომფორტიც კი. როდესაც მე ვამბობ უსირავზე, ამას ვამბობ მე. და შენ თუ მოხდი აი იმ კონტექსტში, როგორც არიან სხვები, შენ უკვე აღარ ეკუთვნი ამ სივრცეს. ამიტომ ვამბობ, ეს უსირავეთის შემთხვევაში არის ის გზა ერთი შეხედვით ლოგიკური, რაღაცაც ესენი ადგილენ, თორე ეს არ ექნებოდა ხა გრებენშიკოვის შემთხვევაში ლოგიკური. რომელიც არ ეკუთვნის ამ სივრცეს ელემენტარულად და იქნებოდა რაღაც, რა ვიცი რა. კატეგორიულ უარზე არიან, აი ლექსო მაჭავარიანმა ეს ლექსოთი მოიხსენია ცოტა ხნის წინ. ლექსო მაჭავარიანი კითხა, რომ აი ამ ხელა მხარდაჭერა გაქვთ იქ რაღაცა პოპსტარები, ვარსკვლავები, ესენი შეუძლიათ ნებისმიერმა მათგანმა დისკი ჩაწეროს, იყო კიდეც ამასთან დაკავშირებით წინადადებები და კატეგორიულ უარზე არიან, ჩვენ აი ესე უნდა გავაგრძელოთ. ეს არის ძალიან კარგი, თუმცა მე ვეჭვობ, მე არ მგონია რომ მათ ახლა ვინმე ეკითხება რამეს. ახლა დაიწყება მათი ეს ძლევამოსილი სვლები ამ ლონდონში, ნიუ-იორკში, ბერლინში, პარიზში, არ ვიცი, მე არ ვარ ჩაძირული დარწმუნებული, რომ მათი ფირფიტები საკმაოდ დიდი ტირაჟებით იყიდება უკვე განურჩევლად იმისა და ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რამე ფასეულობას წარმოადგენს თუ არა მათი სიმღერები. ეს საერთოდ მეორე ხარისხოვანია უკვე. ანუ თუ ისინი შეძლებენ დაუპირისპირდნენ ამას და დარჩნენ სწორედ აი არაკომფორტულ ზონაში, რაშიც იმყოფებიან, ჩემს არის და ჩემის აზრით, მე ჩემს მოგახსენებ, ჩემს აზრით აქ არის ერთი გამოსავალი, ელემენტარულად აი ეს ტერმინი საერთოდ უსირავეთი გაუქმდეს და დაიშალონ უბრალოდ. აი მაშინ ეს იქნება გამართლებული ჩემთვის პირადად. თორე ახლა ის რომ ცით რას გეტყვით ხალხი ადრე მე მახსოვს რაღაცა 50000 100000 უხდით და 5 წელი ჯდებოდა ციხეში. ჯდებოდა კომუნისტების დროს მე 2 ადამიანი ვიცი ეგეთი. კითხვა მაქვს ერთი, იგივე ვთქვათ, მაშინ თუ ეს მოთხოვნა არის ამ გოგოების მიერ, იგივე რამდენად თვითონ პანკის ფუძემდებლები რამდენად ახერხებდნენ ამას, ეხა იგივე ვთქვათ, აი მალკომ მაკლარენი რო ავიღოთ ეხა კომერციალიზაცია რა იქაც არ ხდებოდა მათი თუ რა თქმა უნდა ხდებოდა, მაგრამ მოდი სხვანაირად დავიწყოთ, ეს იყო გარიჟრაჟი. ჯერ ამის ეს იყო სულ სხვა. ეხლა თქვენ რო ნახოთ იმ დროს გადაღებული ლონდონში კადრები, როდესაც ქუჩაში მოდიან უბრალოდ ეს გამოწყობილი ხალხი ჩერდება, უყურებს, გამოდიოდა დემონსტრაციები, მათ წინააღმდეგ და ასე შემდეგ. მათი მიზანი ეს იყო. მათი მიზანი იყო, რომ ადამიანები, რომლებიც შეჩეული არიან რაღაცას, სრულად მოულოდნელად გადავიდნენ, ანუ მათ გონდათ უნარი ყველაფერს შეხედონ ალტერნატიული პოზიციიდან. და არ აქვს ამას მნიშვნელობა, ეს კარგია, ცუდი, ეს აბსოლუტურად მეორე ხარისხოვანი საკითხია. და მეორეც ახლა ამას თავის საფუძვლები ქონდა, ეს არ არის შიშველნია და რა თქმა უნდა. იგივე მალკომ მაკლარენი იყო, კი, რა თქმა უნდა, სიტუაციონისტი, პარიზში იყო სიტუაციური მოძრაობა, რომელიც რა ხდებოდა? ქმნიდნენ ინციდენტს. აი ერთი მაგალითს შემიძლია გითხრათ, პარიზში, როცა შევიდნენ სიტუაციონისტები, მოიპარეს ეს ტკბილებულობა და ქუჩაში აჩუქეს ბავშვებს. ანუ ხდება რაღაც ორი რაღაც აქტის ერთმანეთის გამომრიცხავი რაღაც სიტუაციის შეჯახება, რაც იწვევს ქაოსს და რაღაც ანარქიას და გაურკვევლობას, ვინც ამას ხვდება. ეს ყველაფერი და რა кайფია აი ამაში რა? ყველაფერი ეს რა кайფია გეტყვი? ეს არის ის кайფი, რომ ადამიანი ჩააყენო ისეთ მენტალურად ექსტრემალურ მდგომარეობაში, რომ იმან დაიწყოს სხვანაირად რაღაც მოვლენების შეაფასო, სხვანაირად ვიდრე აქამდე აფასებდა. ანუ აქ არის მთელი მნიშვნელოვანი არის როგორი რეაქცია იქნება თუნდაც იმ ბავშვის დედას, რომელსაც ეს რაღაც ეს არ დაკარგეს 60-67 წელია და ჯერ ეს არ არის ჩამოყალიბებული ეს რაღაც სისხლის სამართლის კოდექსივით როა ჩამოყალიბებული დღეს ეს ფასეულობები ხო არ არის ჯერ მაშინ ესე. ამ დღეს ეს მოძრაობა აღარ წარსულობს. აი მაშინ ეს კონკრეტულად აი რაში დაეხმარა, რის აღქმაში დაეხმარა Sex Pistols-ი მაგალითად ძალიან მარტივად გეტყვით. აი ერთ მაგალითს მოვიყვან და ჩემზე კარგად იცით ახლა ეს თქვენ ყველა რომ მე ყველაზე იშვიათად ვარ გასული ევროპაში. დღეს რომ მაგალითად ლონდონში ვიღაც 22 წლის ბიჭი ადგება და გადმოვა მაგალითად რაღაც ლიმუზინიდან ან როლს-როისიდან და ეს ირონიის, დაცილის და ხანდახან ზიზღის ობიექტად ხდება ესეთი ადამიანი. ანუ როდესაც ადამიანი, მით უმეტეს ახალგაზრდა ადამიანი აკეთებს თავისი შესაძლებლობების და მატერიალური სიდიდის დემონსტრირებას და ეს რო არის აბსოლუტურად მიუღებელი პოზიცია დღევანდელი კონტექსტიდან ნებისმიერ ახალგაზრდას რო გითხოთ ჯანსაღ ადამიანს რო ესეთი დამოკიდებულება აქვს ამ მოვლენისადმი ეს არის ზუსტად ის ფასეულობა რომელიც ჩაინერგა მაშინ. აი მარტივად გეტყვით რა იყო ადრე ხო? გასაგები იყო რომ ახალგაზრდა კაცს უნდა დაემთავრებინა ინსტიტუტი, უნდა მიიღო კაი განათლება, კაი სამსახური, მე იყიდა როლს-როისი. ჯოლენ რო ფული შოვა პირველი როლს-როისი ყიდა და სურათი გადაიღო.
ხვდებით ხო, ანუ ეს მაშინ სხვა მოცემულობის წინაშე იდგა ეს ადამიანი. ის რომ დღეს ეს არის ვულგარული, ეს არ არის ახლა ამორალური, მაგრამ ეს რო არის ვულგარულობად რო ითვლება დღეს, ეს არის ესეთი 80% ეს არის სუფთა მოძრაობის დამსახურება, რასაც ქვია ეს პანკულტურა. კი ბატონო, ჩვენი გადაცემის დრო ამით ამოიწურა. ლაშა, შენ უარს აცხადებდი აბორტზე და პანკზე გესაუბრა, მაგრამ დაგინახე რომ ძალიან სხვადასხვა თემები და ძალიან რთულია გადასვლა. კი, მაგრამ გადადიხარ. სულ შენ ყველაფერი წინ გაქვს, ჯერ შენ. გიაზგან არ ამბები მომისმინე, ახლა არ ვიცოდი ეს. მოკეთ, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან სტუდიურად მოსვლისთვის. იმედია რომ კიდევ გვესტუმრებით. ჩვენი გადაცემა ამით დამთავრებულია. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ჩვენ ეთერში ორ შაბათს დავბრუნდებით. ნახვამდის.